მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირა დღეა დილის 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის ლაივი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. ზუსტად 11 საათამდე კვლავ მე და ანა ზაკაშვილი ვიქნებით თქვენთან ერთად, რომლის დაბადების დღეც არის დღეს და გილოცავ ჩემო ანა. წარმატებებს გისურვებ, ყველაფერს საუკეთესოს. მე აგერ ვაიმე ესეთ ვარდებს, ყვავილებს მოგართმევ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიყვარს ყვავილები და უხმესი მადლობა. აი ესეთი დაბადების დღიური კვირა დილა დაგვეწყო. დაგვიანე მე მგონი დღეს. სადო აგვიანე აბა? ძალიან დიდი მადლობა ბაჩო, უხმესი მადლობა. მივესალმები რა თქმა უნდა მეც ჩვენს ტელემაყურებლებს მშვიდობიან და საინტერესო დღეს გისურვებთ. ჩვენი გუნდი მუშაობდა ერთი კვირის განმავლობაში იმისთვის რომ თქვენთვის საინტერესო ამბები მოგვეტანა და გადაცემის მსვლელობის პარალელურად რა თქმა უნდა ჩვენი თანაწამყვანები შემოგვიერთდებიან თავიანთ საინტერესო სტუმრებთან ერთად ასევე საინტერესო თემებით და მოკლედ უნდა დარჩეთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად. და მგონი დროა უკვე ტრადიციას მივაკითხოთ და ტრადიციულად ამედის პროგნოზი რო გაგვაცნო. კოკა-კოლასაც გაგიხსნე. გამიხსენი. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დავიწყოთ მოკლედ დღევანდელი ამინდის პროგნოზის გაცნობა. რეგიონების მიხედვით პირველ რიგში დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგიერთ დღის ბოლოს კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა, ელჭექით ნავარაუდები. ღამით აღმოსავლეთის დღისით კი დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 7-22 მეტრწამის სიჩქარით. სანაპირო რაიონებში სამხრეთ დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15, ხოლო ზოგან ძლიერი 20-25 მეტრწამის სიჩქარით. არის ტემპერატურა ბარში ღამით +15-დან +20 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +21-+26 გრადუსი იქნება. თაში კი ღამით +11-დან +16 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით კი +21-+26 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები. ღამით უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა არის, ელჭექით ნავარაუდები. შესაძლებელია ძლიერი სეტყვა ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +9-დან +14 გრადუსამდე დათბება, დღისით +20-+30 გრადუსი იქნება. თაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +6-დან +11 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით კი +21-+26 გრადუსი იქნება. ახლა კი დროა რომ გადავიდეთ ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზზე და დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს სინოპტიკოსები 25 გრადუს და მზიან დღეს ელოდებიან. რაც შეეხება ზუგდიდში დღეს ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დათბება, აქაც მზიან დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები ძირითადად. ფოთში კი ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დათბება და ასევე უნალექო და მზიანი დღე არის ნავარაუდები. ოზურგეთში დღეს ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსს მიაღწევს, ხანმოკლე წვიმას ელოდებიან აქ სინოპტიკოსები. რაც შეეხება ქობულეთს, ქობულეთში +22 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა და აქაც ნაწილობრივ მზიანი დღე არის ნავარაუდები. ბათუმში 23 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, ხანმოკლე წვიმას ელოდებიან აქ სინოპტიკოსები. ახალციხეში კი +27 გრადუს და მზიან დღეს ვარაუდობენ. ქუთაისში დღეს ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე დათბება, ნაწილობრივ მზიანი დღე არის ქუთაისში მოსალოდნელი, მესტიაში კი +22 გრადუსი და ასევე ნაწილობრივ მზიანი დღე არის ნავარაუდები. ამბროლაურში 26 გრადუსამდე დათბება, დღეს ჰაერი, აქაც ნაწილობრივ მზიანი დღე არის ნავარაუდები. რაც შეეხება ცხინვალს, აქ 26 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა და ნაწილობრივ მზიანი დღე არის აქაც ნავარაუდები. 27 გრადუსამდე დათბება გორში, დღეს ჰაერი, აქ მზიანი დღე არის მოსალოდნელი, თელავში კი +29 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა და ასევე უღრუბლო და მზიანი ამინდი არის ნავარაუდები. 28 გრადუსი იქნება დღეს რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. თბილისში კი 27 გრადუსი და ასევე მზიანი, ნაწილობრივ მზიანი დღე არის ნავარაუდები. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მე დავუბრუნდები ახლა შენთან ერთად და ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ სახალისო ვიდეო კოლაჟი, რომელსაც მათი განწყობის შესაქმნელად ვამზადებთ ხოლმე ყოველ კვირას. დიდი სიამოვნებით.
ogni volta che va male ne dobbiamo parlare. ესე იგი, სახალისო ვიდეოებს ვუყურეთ და გავხალისდით და ახლა მგონი უკვე დროა ჯანმრთელობასაც მივხედოთ და დილის ეთერში შოთა ჯანჯღავას დრო დგება ექიმის რუბრიკის, რომელსაც წარმოგვიდგენს კოსმეტიკური ბრენდი მესაუდა. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში. დილამშვიდობის ბაჩოანი მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გუშინ 17 მაისს აღინიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზიის დღე და ზუსტად აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და დღეს ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიოთ არაჩვეულებრივ სპეციალისტი, ექიმი კარდიოლოგი ქალბატონ ნინა ჯანაშია. დილამშვიდობის ქალბატონ ნინა. მოგესალმებით, მივესალმებით და სტელე მაყურებელს, მადლობას გიხდით. მოწვევისთვის და ისეთ აქტუალურ თემაზე სასაუბროთ და მართლაც ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება არის, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ რისკ ფაქტორს მიოკარდიუმის ინფარქტის და თავის ტვინის ინსულტის განვითარების. და თვითონ ჰიპერტენზია რა არის? ეს არის სისხლის მოქცევის სისტემაში არტერიული წნევის მყარი და ხანგრძლივი მატება, რასაც თან ახლავს ისეთი ჩივლები, როგორც არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი და ჰიპერტენზია დიდხმევა, როდესაც გვაქვს არტერიული წნევა, ანუ სისტოლური ზედა წნევა მეტი 140-ზე და დიასტოლური მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს ქვედა წნევა ნაკლები მეტი 90-ზე. თუმცა დღესდღეობით, დღევანდელი მონაცემებით წნევის ციფრების მატება მეტი 120-70-ზე უკვე მომატებულ არტერიულ წნევად ითვლება, რომელიც წარმოადგენს ინფარქტის და ინსულტის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს. ოპტიმალური არტერიული წნევის ციფრები დღესდღეობით არის 120-70-ის ფარგლებში. დიახ. ქალბატონო, ხშირად არის ხოლმე რომ არის ადამიანი, რომელიც უფრო დაბალ წნევას ატარებს, აი თუ არის ქვედაზღვარი დაბალ წნევისთვის. ხო, ეს ინდივიდუალური არის ვისთვის როგორ, თუმცა ძირითადად თუ არტერიული წნევის ციფრები არის ნაკლები 90-60-ზე უკვე ჰიპერტენზია ითვლება და ვიღაცისთვის ეს უკვე ძალიან ესეთი არის სიმპტომურად ახასიათებს ყოველ ესეთი სისუსტე, ადვილად დაღლა და ასე შემდეგ. ძირითადად 90-60-ზე უკვე ჰიპერტენზიაც. და როგორი ხარისხის ჰიპერტენზიები არსებობს? ჰიპერტენზია თვითონ ორი სახის არსებობს, ეს არის ესენციური, ანუ პირველადი ჰიპერტენზია, როდესაც ესეთი კონკრეტული დაავადება, მისი გამომწვევი არ არის და ხშირად პაციენტები გვეკითხებიან ხოლმე თუ რამ გამოიწვია ეს ჰიპერტენზია, ეს არის ძირითადად გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგი და არსებობს კიდევ მეორადი ჰიპერტენზია, რომელიც ძირითადად ვითარდება სხვადასხვა დაავადებების შედეგად, როგორც არის თირკმლის დაავადებები, სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური დარღვევები და მეორადი ჰიპერტენზია უფრო ხშირად ვლინდება ახალგაზრდა პირებში, უფრო აგრესიულად მიმდინარეობს და უფრო ახასიათებს სამიზნე ორგანოების დაზიანება ესეთი მდგომარეობის დროს. დიახ, ქალბატონო, რა და რა სიმპტომებით შეიძლება ამოიცნოს ადამიანმა, რომ მას აქვს მაღალი წნევა და არა წუხებს შეიძლება ჯერჯერობით და არ იცის, რომ მაღალი ციფრები აქვს.
დიახ, აი როგორც თქვით, ერთჯერადად გაზომილი არტერიული წნევის ციფრები არნიშნავს ხოლმე ჰიპერტენზიას, თუმცა სიმპტომების დონეზე პრობლემა ზუსტად ის არის, რომ ხშირად არტერიული ჰიპერტენზია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე და ზოგჯერ ადამიანები კლინიკაში მოხვედრის შემთხვევაში იგებენ ხოლმე, რომ მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ მაღალი წნევის ციფრები და ეს ხშირად უკავშირდება ზუსტად აი სამიზნე ორგანოების მინდა გამმარტო რა არის. ეს არის უკონტროლო არტერიული წნევის ციფრების ფონზე სხვადასხვა ორგანოების ფუნქციური და ორგანული დაზიანება. ეს ძირითადად არის თავის ტვინი, გულის, სისხლძარღვებით ირკმელი და ასეთ შემთხვევაში უკვე ამ დაავადებების ამ ორგანოების დაზიანებით ვლინდება. ხშირად კი ხასიათდება, როგორც ვთქვი, თავის ტკივილით, რომელიც უფრო მეტად არის კეფის მიდამოში, უპირატესად დილის საათებში, შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, სახესიწითლე, სიმხურვალე და ამსეთ შემთხვევაში, როცა მენოპაუზაში არიან ხოლმე ქალბატონები, ხშირად მენოპაუზას მიაწევენ და უგულოველყოფილი არის და დიაგნოსტიკა არტერიული ჰიპერტენზიის უფრო გვიან პერიოდში ხდება. ასევე შეიძლება იყოს ხვირიდან სისხლდენა და ჰაერის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვის დროს. აი, თომ ასეთ ჩივილებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მოხდეს მათი დიაგნოსტიკა. დიახ. თუ შეიძლება რომ ვასწავლოთ ჩვენს მოსახლეობას, როგორ გავიზომოთ სწორად არტერიული წნევის მაჩვენებელი. ხო, არტერიული წნევის დიაგნოსტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს მისი გაზომა, როდესაც პირველად ხდება ექიმთან პაციენტი, ჩვენ ყოველთვის ვუზომავთ ორივე მხარზე წნევას, ვინაიდან უნდა დავადგინოთ ამ მხარს შორის არის თუ არა დიდი განსხვავება. თუ ის 10 მმ ჰიდროგრუნტზე ნაკლები არის, ამ შემთხვევაში უკვე ვეძიოთ და სხვა პრობლემები. და სახლში გაზომვის შემთხვევაში ეს უნდა იყოს მოსვენებით მდგომარეობაში, სასურველი არის რომ 5 წუთის განმავლობაში ვიყოთ მშვიდად, მანამდე არ მივიყოთ კოფეინი, ალკოჰოლი, მათ შორის ნიკოტინი, ასევე აუცილებელია რომ სწორად იჯდეს პაციენტი, შერჩეული იყოს სწორი ზომის მანჟეტი და ეს ყველაფერი იყოს დაცული, რათა მივიღოს სწორი ციფრები, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი მოხდება სტრესის ფონზე, ფიზიკური აქტივობის შემდგომ, შეიძლება დაფიქსირდეს მაღალი წნევის ციფრები, რომელმაც შემდგომ უკვე გამოიწვიოს ემოციები ამ პაციენტთან და მიფიქრონ, რომ აქ აქვთ მაღალი წნევის ციფრები, რაც სასურველი არ არის. დიახ. რა და რა გართულებები შეიძლება მოგცეს მაღალმა არტერიულმა წნევამ ქალბატონო? აი ზუსტად გართულებები გამომდინარეობს იმ სამიზნე ორგანოების დაზიანებით, როგორც არის მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, გულის უკმარისობა, პერიფერიული არტერიების დაავადება, თირკმლის უკმარისობა, აი იმ ორგანოების დაზიანებით, რაც იწვევს ზუსტად მაღალი არტერიული წნევის ციფრები, სწორედ ის გამოვლინებები ვლინდება ამ გართულებების დროსაც. დიახ. აი სახში როდესაც წნევას ვიზამთ ქალბატონო, რა სიხშირით უნდა მოხდეს მონიტორინგის ჩატარება, რა არის ნორმალურად ხოლმე? როდესაც წნევის ციფრები დაფიქსირდება მაღალი, ამ შემთხვევაში ყოველთვის დიაგნოსტიკისათვის ჩვენ ექიმები ურჩევთ, რომ ჩაიტარონ სახლის ამბულატორიული წნევის მონიტორინგი. რაც გულისხმობს ვიზიტამდე დაახლოებით 3 სასურველია 7 დღით და დღის განმავლობაში, დილა-საღამოს მოხდეს წნევის ციფრების კონტროლი, მოხდეს ამის მონიტორინგი და ჩაწერა, რათა შემდგომ უფრო ადვილად შეაფასოს ექიმმა. თუმცა წნევის დიაგნოსტიკისათვის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდი, ეს არის 24 საათიანი ამბულატორიული წნევის მონიტორინგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ არა მარტო არტერიული წნევის ციფრები, არამედ შევაფასოთ დღის და ღამის ცვალებადობა, შეფასდეს ეგრეთ წოდებული დიფერ სტატუსი, რაც მოგვცემს საშუალებას გავიგოთ ანუ დღის რომელ მონაკვეთში ჯობია მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა, დილით იქნება ეს საღამოს საათებში და ასევე ეს კვლევა გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ჩვენ დანიშნული მედიკამენტური მკურნალობა რამდენად ადეკვატურად მუშაობს და არის თუ არა მიღწეული სამიზნე წნევის ციფრები. დიახ. ანუ ამის ჩატარება რა თქმა უნდა კლინიკის პირობებშია შესაძლებელი თუ სახლში უშვებთ ესეთ პაციენტებს? არა, ეს კლინიკაში უკეთდება და შემდეგ პაციენტს მიაქვს აპარატი სახლში, ის ზომავს დღის განმავლობაში და ასევე ძილშიც ხდება გაზომა არტერიული წნევის ციფრების და შემდგომ უკვე ექიმი აფასებს ამ ჩანაწერებს და ხდება ამის მიხედვით ამ დიფერ სტატუსის გამოვიდა. დიახ. ასე ქალბატონო, აი რისკ ფაქტორები რო უთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რა რისკ ფაქტორები არის წნევასთან დაკავშირებით? აი რისკ ფაქტორები იწვევს ზუსტად ამ ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებასაც და ძალიან მნიშვნელოვანია მინდა გამოვყო წონა, ჭარბი წონა, ვინაიდან ჭარბწონიანი პაციენტების თითქმის ნახევართან ვლინდება არტერიული წნევის მაღალი ციფრები, ასევე მნიშვნელოვანი არის რაციონში
დიდი რაოდენობით მარილის მიღება, გენეტიკური წინასწარი განწყობა, ასაკი 55 წლის ზემოთ უფრო ხშირად ვლინდება, თუმცა არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ გაახალგაზრდა ბოლო პერიოდში. რასაც მნიშვნელობა აქვს აფრო-ამერიკელებში უფრო აგრესიულად და უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება მოწევა, ცხოვრების ადინამიური წესი და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე სტრესი. დიახ. აი თქვენ ახსენეთ ასევე ენდოკრინული პათოლოგიები, აი რომელ ენდოკრინულ პათოლოგიებს მიაქციოს მოსახლეობამ ყურადღება, როცა აქვთ თქვა წნევის მაჩვენებლებს? ხო, აი ეს მეორადი ჰიპერტენზიის ძირითადი მიზეზები, ეს არის სიგმოზა და ჯირკვლის კეთილშობიანი სიმსივნეები. ამის კონტროლი და მეორადი ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა ყოველთვის ხდება კარდიოლოგის და ენდოკრინოლოგის ესე გუნდურად მუშაობის პრინციპით, ვინაიდან როგორც თქვი, მეორადი ჰიპერტენზია უფრო აგრესიული არის, უფრო შესაძლო არის მოზარდობაში ან თუნდაც ბავშვებშიც გამოვლინდეს მაღალი წნევის ციფრები, რომლებიც უფრო ნაკლებად ექვემდებარება ხოლმე ესე სტანდარტულ მედიკამენტურ მკურნალობას, მას სპეციფიური თავისი მკურნალობა სჭირდება და ამიტომ როდესაც ეჭვი იქნება მიტანილი მეორადი ჰიპერტენზია და თუნდაც კარდიოლოგის მხრიდან უკვე ხდება კოლაბორაცია ენდოკრინოლოგებთან, რათა მივიდეთ იმ სწორ დიაგნოზამდე და შემდგომ უკვე მოხდეს სწორად შერჩეული მედიკამენტური მკურნალობის დაწყება. დიახ. ყოველთვის მედიკამენტოზურია მკურნალობა არტერიული ჰიპერტენზიის? ხო, ეს ხშირად პაციენტები ამბობენ ხოლმე, რომ აი თუ დავუშვათ მედიკამენტი დავიწყებ, მას ვერასდროს ვერ შევწყვეტ და ეს გარკვეულწილად მითიც არის, ვინაიდან არის ისეთი მდგომარეობები განსაკუთრებით საწყის ეპიზოდებში, როდესაც ცხოვრების წესის მოდიფიცირებით შესაძლებელი არის მედიკამენტების დოზის შემცირება და ზოგჯერ მეთქიმთან შეთანხმებით მოხსნაც კი. თუმცა მე დავაღნიშნე, რომ მედიკამენტების მოხსნის დროს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. ხშირად თვითნობივრადაც ხდება ხოლმე მედიკამენტების მოხსნა, რაც უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე თვითონ ჰიპერტენზია. ცხოვრების წესის ცვლილება, მოდიფიცირება ნებისმიერი ხარისხის ჰიპერტენზიის ერთ-ერთი მთავარი რგოლი არის. თუმცა პაციენტებისთვის მეტად უფრო რთულად შესასრულებელი, ვინაიდან ეს მოიცავს წონის კორექციას, სუფრის მარილის შეზღუდვას, ცხოვრების წესის უფრო დინამიურად გახდას და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი მკურნალობასთან ერთად, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს იქამდეც, რომ ეს მედიკამენტები რაოდენობრივად შემცირდეს ან საერთოდ მოიხსნას კიდეც. დიახ. აი კალტენ რა პროფილაქტიკური ღონისძიებებია ხოლმე ჩასატარებელი, რათა შემდგომში პრევენცია გავაკეთოთ არტერიული ჰიპერტენზიის? ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტის მხრიდან სიმპტომების და რისკ ფაქტორების შეფასება. თუ გვაქვს გარკვეული სიმპტომები, რაც ამასინა თქვით და ის რისკ ფაქტორები, რამაც შეიძლება განაპირობოს, თუნდაც ის გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც ძირითადად შეიძლება მიდრეკილები ვიყოთ არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებისკენ, დროულად და რეგულარული მონიტორინგი მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების და მის მიერ გამოწვეული გართულებების რისკებს. დიახ. ასევე მინდა კითხოთ ოჯახურ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით, თუ არის მემკვიდრული განწყობა და აი მემკვიდრეობას თუ აქვს ყურადღება თუ ექცევა. ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის გენეტიკური წინასწარი განწყობა, როდესაც უახლოეს ნათესავებში იქნება დედა, მამა და ძმა, ასეთ პაციენტებს ახალგაზრდა ასაკში 55 წლამდე მამაკაცებში და 65 წლამდე ქალბატონებში თუ ქონდათ გამოვლენილი არტერიული წნევის მაღალი ციფრები. თუმცა მხოლოდ გენეტიკური განწყობით ვერ ვიმსჯელებთ, რომ შეიძლება ჩვენ აუცილებლად ქონდეს არტერიული ჰიპერტენზია მომავალში. რა თქმა უნდა, გარკვეული წინასწარი განწყობა არსებობს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესი არის უმთავრესი ამ წინასწარი განწყობის შემდგომ განვითარებისათვის. თუ ჩვენ ცხოვრობთ სწორად, ჩვენი კვება არის ბალანსირებული, გვაქვს ვართ ფიზიკურად აქტიური, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ეს ყველაფერი მიგვინიშნებს იმას, რომ შეიძლება ჩვენი გენეტიკური წინასწარი განწყობა ჩვენთვის არ იყოს სამომავლოდ ჰიპერტენზიის რაღაც დიაგნოზი. ამიტომ ამას გენეტიკურ განწყობასთან ერთად ჩვენ ცხოვრების წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კალტენ, თქვენ ახსენეთ თამბაქო რამდენჯერმე და აი რო უთხრეთ ჩვენ მოსახლეობას უფრო დეტალურად რა გავლენა აქვს არტერიულ წნევაზე ამ თამბაქოს და რატომ არის მნიშვნელოვანი მისგან თავის დანებება? თამბაქო თვითონ ცალკეულწილად წარმოადგენს როგორც რისკ არტერიული ჰიპერტენზიისას, ასევე გულსის ხსარხთა სხვადასხვა დაავადებების განვითარებისას, მათ შორის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებაში და თვითონ თამბაქოს მიერ გამოწვეული ეს დაავადებები
ცალკე არიან არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევები. ამიტომ თამბაქოს მოხმარება როგორც გულისთვის, ასევე პერიფერიული არტერიებისათვის თავის ტვინისთვის სასახად საზიანო არის. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ, მათ კვლევებითაც არის ეს დადასტურებული, რომ უფრო მეტად აქვთ არტერიული წნევის მაღალი და ასევე ცვალებადი ციფრები, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც ცხოვრობენ ჯანსაღად და არ მოიხმარენ თამბაქოს. დიახ. კალტონო, თქვენ ახსენეთ აი 24 საათიანი მონიტორინგი დიაგნოსტიკის დროს. გარდა ამისა, კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებიდან რისი დიაგნოსტირება ხდება ხოლმე არტერიული ჰიპერტენზიის დროს? აუცილებელი არის კლინიკური ლაბორატორიული კვლევებიდან შეფასდეს თირკმლის ფუნქცია, ვინაიდან როგორც თქვით, ხშირად თირკმლის დაავადებები იწვევენ ხოლმე არტერიული წნევის მაღალ ციფრებს და პირიქით შეიძლება არტერიული წნევის მაღალმა ციფრებმა მოახდინოს თირკმლის უკმარისობის განვითარებას. ასევე უნდა შეფასდეს ესეთი ერთგვარი შამჯავას მაჩვენებელი, რომელიც არის ასევე სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინის დონის შეფასება, რათა სრულყოფილად მოხდეს იმ რისკ ფაქტორების შეფასება, რამაც შეიძლება შემდგომში გულსიზრდა დაავადებების გამოიწვიოს. დიახ. აი ხშირად არის ხოლმე კალტონო ლიპიდური ცვლის დარღვევა და ქოლესტერინის მაღალი დონე. აი როდესაც თქვათ არტერიული წნევა ინდუცირებულია ძლიერ მაღალი ქოლესტერინის დონით. ესეთ შემთხვევაში თუ ქოლესტერინის რეგულაცია მოხდება კარგად, თუ ამერე არტერიული წნევის წამალი საჭირო. ხშირად აი ზუსტად გამომწვევი გარკვეული მიზეზების კორექციის ფონზე შეიძლება წნევის ციფრები იმ დონეზეც ჩამოვიდეს, რომ კონკრეტული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი არ დაგვჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია და ყველა პაციენტს არ ეხება, მაგრამ აი თუნდაც თუ ეს მაპროვოცირებელი არის, თუნდაც ჭარბი წონა, წონის კორექციით, თუნდაც ლიპიდური ცვლის კორექციით შესაძლებელი არის წნევის ციფრები ნელ-ნელა შემცირდეს. და ხშირ შემთხვევაში არა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება სრულად მოხდეს მედიკამენტის მოხსნა. თუმცა პაციენტები ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ როდესაც ხდება მოხსნა, ისინი თვლიან, რომ უკვე გამოჯანმრთელდნენ ეს ქრონიკული დაავადება, მინდა აღვნიშნო და ამისი ასეთ განკურნებადი შეიძლება ითქვას, რომ არ არის და თუ ისევ მოხდება იგივე მდგომარეობამდე, საწყის ეტაპამდე თუნდაც იმ ლიპიდური ცვლის დარღვევას დაბრუნდება, ეს აუცილებლად კვლავ გამოიწვევს არტერიული წნევის ცვლილების ცვალებადობას სამწუხაროდ. დიახ, ხშირად არის ხოლმე პაციენტი, როცა მოდის ხოლმე, თქვა უწევთ დიეტას, იწვევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბალანსირებულ კვებას და ისინი აღნიშნავენ, რომ თქვა არტერიული წნევის მარეგულირებელ მედიკამენტს იღებენ და მერე წნევა უკვე იქცევათ ამ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფონზე და ხშირად გვიწევს ხოლმე ჩავერიოთ კარდიოლოგებს და წამლის დოზები შევამციროთ ხოლმე, რადგან უკვე დაბალი წნევებისკენ ჰიპოტენზიისკენ მიდის მაჩვენებელი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ კალტონინო, ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის, ყოველთვის სასიამოვნო თქვენი სტუმრობა ჩვენთან. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო კალტონინო ჯანაში, რომელიც საუბრობდა არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ, როგორც აღნიშნა უკვე გუშინ აღინიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების დღე და ჩვენი მიზანი არის არტერიული წნევის კონტროლი, თუნდაც კვირაში ერთხელ მაინც პროფილაქტიკურად გავიზომოთ წნევა, გავაკონტროლოთ ჩვენი მაჩვენებელი, მით უმეტეს თუ რისკ ფაქტორებში ვართ, ასაკის, სქესი, ასევე თამბაქოს მომხმარებელი თუ არ და სხვადასხვა დაავადებები თუ გვაქვს, განსაკუთრებით აუცილებელი არტერიული წნევის კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც კალტონინო ახსენა და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ვიყოთ ჯანმრთელები მაქსიმალურად და დროულად გავაკეთოთ ის პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც აუცილებელია ხოლმე ჩვენი ჯანმრთელობას. მესმის, რომ ხშირად ეს პროფილაქტიკა ცოტა ყურში ცუდად ისმის ხოლმე, მაგრამ სხვა გზა არ არის, რადგან პროფილაქტიკა არის წინასწარ ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი დაავადების თავიდან აცილების ან მისი პროგრესის შეჩერების მიზნით. მე ერთი კვირით დაგემშვიდობები და გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა შოთამ. მადლობა. ძალიან საინტერესო თემის განხილვისთვის და იმედი მაქვს ჩვენი ტელემაყურებლები გაითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციასაც. დარწმუნებულიც კი ვარ ჩემო ანა. მადლობა შოთამ, მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით, წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადართოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ, ახლა კი რუბრიკას სარჩევი განაგრძობს ჩვენს ეთერს, რომელსაც როგორც ყოველთვის ტრადიციულად ანა ზაკაშვილი წარმოგვიდგენს ხოლმე. ანა, რაზე ვისაუბრებთ დღეს და რა იქნება თემა ძალიან საინტერესოა. დღეს ვისაუბროთ თმის მოვლაზე და თმის მოვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე. ალბათ ყველას, ვისაც გრძელი თმა აქვს და არა მხოლოდ მათ, ვისაც გრძელი თმა აქვს, უნდა რომ ჰქონდეს ჯანსაღი მოკლე თმაც, რა თქმა უნდა.
უნდა ვიცი, ანუ ისეც ქონდა თმა და აღარა. იმათაც შეგვიძლია რომ ვესაუბროთ, როგორ უნდა მოევლოთ მისთვის. როგორ უნდა მოევლოთ, ხო. ხო, როგორ უნდა მოვუაროთ სწორად თმას და რა არის მითი და რა არის რეალობა, მაგაზე ვილაპარაკებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი კი არის დავით ჯანელიძე, სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი. მოგესალმებით, დავით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე თქვენთან გადმოვინაცვლებ და დავიწყოთ საუბარი იმ მითებსა თუ რეალობაზე, რაც თმის მოვლასთან დაკავშირებით არსებობს, ხო? მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია ჰქონდეს ჯანსაღი ლამაზი თმა და ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე ისეთ ყურმოყრულ რჩევებს ჩვენი თმის გასაჯანსაღებლად და ხალხურ მეთოდებსაც, რომლებითაც შეიძლება რიგ შემთხვევაში ვავნოთ კიდეც საკუთარ თავს, ხო? და დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებლებს მითებს და რეალობას თმის მოვლასთან დაკავშირებით და რადგან ხალხური მეთოდები ვახსენეთ, აუცილებლად უნდა დავიწყო ჩემი ბავშვობის თავის მოვლის რუტინით, ასე რომ ვთქვათ. ჭინჭრის დაფნის ნახარში რამდენად სასარგებლო არის თმისთვის. მითია თუ რეალობა, რომ თმის თვენას აჩერებს მაგალითად ჭინჭრის და დაფნის ნახარში, ან რა ეფექტი აქვს საერთოდ ჩვენს თმაზე? პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება მითია თუ რეალობა. აქ შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად, იმიტომ რომ შესაძლებელია ვინმეს ჰქონდეს დადებითი შედეგი, ან შეიძლება უარყოფითი შედეგი, ამიტომ ეგეც ინდივიდუალურია. ზოგადად ესეთი მცენარეული საშუალებები ძირითადად უფრო თავის კანისთვის უფრო დამახასიათებლად დადებითად მოქმედები, იმიტომ რომ ანთებითი პროცესის მოხსნის საშუალებები აქვს. და რაც შეეხება თვითონ ბუნებრივ თმაზე, ну შესაძლებელია ბზინვარება დაემატოს არსებულ ბზინვარება შეიძლება შემატოს თმას. კი ბატონო, სახლურ მეთოდებებზე ვსაუბრობთ თმის მოვლის და ძალიან ხშირად ქალბატონები კვერცხის გულს, მაიონეზს და სხვადასხვა საშუალებებს იზელენ ხოლმე თმაში. ცოტა შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს განსაკუთრებით პროფესიონალისთვის და გითხარი მითია თუ რეალობა, რომ ეს პროდუქტები აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ერთჯერადი ეფექტი აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაიონეზი არის ქიმიანი პროდუქტი, თავისთავად ზეთები აქვს შიგნით და შესაბამისად თმის სტრუქტურას ავსებს. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ სამომავლოდ შეცვლის სტრუქტურაში და ასე შემდეგ ეს არა. ესე იგი ერთჯერად და რომ დაიბან თავს უკვე თავისთავად ეს ეფექტი არ ეს ეფექტი აღარ ექნება. ხო, საინტერესოა. სხვათა შორის ერთი მითია. ანუ ზეწასმულს აქვს მარტო ეფექტი ეგრე? იცით რა არის, ხო, ანუ ერთჯერადია შეივსება თმის სტრუქტურა, თმის სტრუქტურა არის ღრუბელივით, როდესაც შეავსებს არსებული პროდუქტები ამ რაღაცას, ანუ შესაბამისად იმ წუთას აქვს ეს ეფექტი. შემდეგ, როდესაც დაიბანთ, ანუ შესაბამისად ჩამოიბანება ეს პროდუქტი. ანუ თუ რაღაცა მაიონეზიანი თავით რო ვიაროთ, შეგვიძლია სადოთ თუ მოგეწონებათ კვერცხიანი, აჰა. ხო, ერთი ასეთი კითხვა მაქვს მთელი ცხოვრება და ვერასდროს ვერ ვიღებ პასუხს ამ კითხვაზე. არსებობს ასეთი მოსაზრება ხალხში, განსაკუთრებით ძველ ხალხში, რომ თუ კი ჭაღარის ღერს ამოიძრობ თმიდან, ეს ჭაღარა შემდეგ გამრავლდება მთელ თმაზე. და სხვათა შორის ჩემი დაკვირვებითაც ასე მოხდა და მითია თუ რეალობა თუ უბრალოდ დამთხვევა? თქვენ შემთხვევაში დამთხვევა ისე სრულიად მითია, იმიტომ რომ ეს არ არის რეალური ჭაღარას რო ამოიღებთ, შესაბამისად არ გამრავლდება არც ჭაღარა და არც სხვა თმა. მითია მეგობრებო, მითი ყოფილა. ასევე არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ რაც უფრო ხშირად იჭრით თმას, უფრო სწრაფად იზრდება. ამაზე რას გვეტყვი? თუ დაზიანებულია თმა, მაშინ რა თქმა უნდა ხშირი მოჭრა ძალიან კარგია, იმიტომ რომ დაზიანებულ ბოლოს მოვიშორებთ, მაგრამ რაც შეეხება სწრაფ ზრდას, ეგეც მითია. გვეჩვენება. რა თქმა უნდა. გვეჩვენება რომ და სხვათა შორის თმის შეჭრასთან გამახსენდა ბავშვობაში განსაკუთრებით მახსოვს ასეთი რამ, რომ თუ თმას გადაიპარსავდი, ამბობდნენ ხოლმე უფროსები, უფრო ხშირი და ჯანსაღი თმა შეიძლება ამოგივიდეს. და რამდენიმე თავგადაპარსული ჩემი მეგობარიც მახსოვს ამ მიზნით. კი, სხვათა შორის ძალიან აქტუალური იყო ეს მეთოდი, იმიტომ რომ ეგონათ რომ სქელდებოდა რეალურად თმა, მაგრამ გადაპარსული თმა, აი თუ ხელი გადაგისვიათ როდესმე, არის ნამდვილად ხშირი და უხეში ზღარბისებურია. თავისთავად ეს ვიზუალიდან გამომდინარე და შეგრძნებები ქმნის ამას. გონია რომ შეიძლება ხშირია თმა და რეალურად იგივე. არაფერზე არ მოქმედებს. საინტერესოა. ეხლა მინდა გადავიდე ბალზამის, კონდიციონერის და შამპუნის თემაზე. როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად რჩევები მინდა მისცეთ ჩვენს ტელემაყურებელს, იმიტომ რომ საერთოდ რა ფუნქციით გამოიყენება ბალზამი, რა ფუნქციით გამოიყენება კონდიციონერი, რა სხვაობაა მათ შორის. მე მაგალითად ვიცი რომ თუ გინდა რომ თმას მოცულობა მისცე, კონდიციონერი უნდა გამოიყენო, თუ გინდა რომ თმა დავარდეს პირიქით, ბალზამი უნდა გამოიყენო. რეალურად ასეა თუ მცდარია ჩემი მოსაზრება. საერთოდ როგორ არის, იცით, ანუ შამპუნის გამოყენება არ ღვევს pH ბალანსს, თმის სტრუქტურაზე გულისხმობს. ზოგადად ეს კონკრეტული პროდუქტი გამოიყენება თავის კანის დასაბანად რეალურად
და ბალზამი ან კონდიციონერი, ანუ ბოდიში ჩაგეკითხები, შამპუნს არ ვიყენებთ თმის სიგრძეზე, ანუ არ არის საჭირო თმის სიგრძეზე გამოყენება, მცირედ არ ჭირდება. ანუ თუ მაგალითად ან ლაქი, მუსი გაქვთ გამოყენებული რაიმე ღონისძიების შემდეგ, თმა არის დაწუთული, კი ბატონო, მაშინ სასურველია, მაგრამ სხვა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თავის კანს ვიბანთ. და რაც ხდება თვითონ თმის სიგრძეზე, ესეც სრულიად საკმარისია მის გასაცმენდად, კი ბატონო. რაც შეეხება ბალზამს და კონდიციონერს, ანუ კონდიციონერი და ბალზამი არის ერთი და იგივე პროდუქტი, უბრალოდ არის ერთი ძველი პროდუქტი, ერთი ახალი. რომელია ძველი და რომელია ახალი? ბალზამი არის უფრო ძველი პროდუქტი, კონდიციონერი ახალი პროდუქტი. მაშინ რატომ არის ცალ-ცალკე ბალზამი? იმიტომ რომ მას პროდუქტებში ძირითადად იყენებენ შედარებით, ესე რომ ვთქვათ, ცოტა დაბალ ნედლეულს, ანუ ძველ ნედლეულს შესაბამისად უფრო იაფი ღირს და რომელია ეს ბალზამი თუ კონდიციონერი? ბალზამი. კონდიციონერს უფრო მაღალი ნედლეული, ანუ უფრო მაღალი ხარისხიანი ნედლეული ჭირდება და კონდიციონერსაც აქვს განსხვავება. არის კონდიციონერი, რომელსაც ჭირდება ჩამობანა, არის რომელსაც არ ჭირდება ჩამობანა. და ესეთი მოსაზრება რომ არსებობს, რომ კონდიციონერი თუ ბალზამი უნდა გამოიყენო მხოლოდ თმის ბოლოებში, იმიტომ რომ მისი თმის ძირებში გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს თმის ცვენის რისკები, ეს მართალია? კი, ეს 100%-იანი სიმართლეა, იმიტომ რომ ბალზამის კონდიციონერის გამოყენება არ შეიძლება თმის ძირებზე, მხოლოდ და მხოლოდ სიგრძეზე შეიძლება, იმიტომ რომ მას აქვს ცხიმიანი პროდუქტები, სხვადასხვა პროდუქტები აქვს ქიმიური დამუშავებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომ თმის ძირში მოხდეს და შესაბამისად მოარყიოს თმა. და ამიტომაც იწვევს თმის ცვენას. ესე იგი არ გამოვიყენოთ ბალზამი და კონდიციონერი თმის ძირებში და ყველას ჭირდება დაბანის დროს ბალზამი და კონდიციონერი თუ გარკვეული საჭიროების თმის სტრუქტურის და ასე შემდეგ გამომდინარე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ორი პროდუქტი. როგორც აღნიშნეთ, შამპუნის შემდეგ pH ბალანსი ირღვევა და ამიტომაც არის აუცილებელი ამ პროდუქტის გამოყენება. ამიტომ ნებისმიერ თმას ჭირდება. შეღებილია შევღებავი ემოცულობა ჭირდება თუ ანუ აი ნებისმიერ თმას გამოიყენება შამპუნის შემდეგ. არსებობს კიდევ ერთი ასეთი მოსაზრება და მითია თუ რეალობა, რომ სველი თმის დავარცხნა და სველი თმით დაძინება არ შეიძლება. უნდა გავიშროთ დაბანის შემდეგ აუცილებლად თმა თუ შეგვიძლია დავწვეთ სველი თმით ან რა კავშირშია, საიდან მოდის ეს მითი საერთოდ თუ რეალობა? სველი თმა ზოგადად ანუ ძალიან მალე ზიანდება. ანუ სავარცხლის გამოყენებაც კი არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ წელვადია თმის სტრუქტურა და შეიძლება რომ ამით დავაზიანოთ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ სველი თმით გვიწევს დაწოლა, ანუ ყველა შემთხვევაში გვიწევს თავის მოძრაობა, ხო? ანუ ეს მოძრაობა ქმნის აი ამ ხახუნს და შესაბამისად თმის სტრუქტურა უფრო მეტად იშლება და ამიტომ ამას დადებითი არაფერი არ მოყვება. ანუ მართალია ის, რომ თქმა უნდა გავიშროთ კი ბატონო, ეგ ცალკე დისკომფორტია. კი ბატონო, ესე იგი უნდა გავიშროთ თმა აუცილებლად, სანამ დავიძინებთ და არც დავარცხნა შეიძლება მისი? არა. სასურველია თუ დავარცხნა გვინდა მანდა მაინც სველი თმით, კონდიციონერის პროცესში დავივარცხნოთ თმა. კი ბატონო, და თუ აქვს მაგალითად სავარცხელს მნიშვნელობა, ან რა მასალისგან უნდა იყოს სავარცხელი დამზადებული, ან როგორი კბილანები უნდა ჰქონდეს სავარცხელს, რომ დავივარცხნოთ თმა, სავარცხელს რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში? სასურველია ბუნებრივი მასალისგან იყოს არსებული სავარცხელი. სავარცხელს კი აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ გვაქვს ხვეული თმა, აუცილებლად გვჭირდება ცოტა განიერი კბილიანი სავარცხელი. თუ გვაქვს დაგრძელებული თმა, ამას განსაკუთრებული სავარცხელი ჭირდება და მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მეტი. აი მაგალითად ხის სავარცხლებზე მომისმენია ხოლმე ხშირად ინტერნეტში რეკომენდაცია, რომ ხის სავარცხელი უფრო კარგია თმისთვის, ვიდრე მეტალისგან დამზადებული. და ასევე მსხვილი კბილანებიანი სავარცხელი უფრო უკეთესია, ვიდრე წვრილი კბილანებიანი. კბილანებიანს ის დადებითი აქვს, რომ აი ხვეულ თმაზე კარგია და მარტივად გამოიყენება. თუმცა არანაირი ესეთი მნიშვნელობა არ აქვს მაგალითად. არა, მთავარი ანტისტატიკი არ შეიქმნეს, ანუ არ დაიმუხტოს თმა ამ პროცესში და სხვა შემთხვევაში რომელი მასალისგან დამზადებულმა სავარცხელმა შეიძლება გამოიწვიოს ეს პროცესი თმის დამუხტვა, იმიტომ რომ ზამთარში განსაკუთრებით ყველა ქალბატონის პრობლემა ალბათ ეს არის თმის დამუხტვა. თუ თმა არის გამომშრალი, მაგალითად არ არის კონდიცირება გამოყენებული, ან კონდიციონერი არის გამოყენებული, ან ნიღბის პროცედურა არის ჩატარებული, შეიძლება ბუნებრივი, ანუ სავარცხელი ხის სავარცხელმაც კი გამოიწვიოს ანტისტატიკური მდგომარეობა. კი ბატონო, და ნიღაბი ახსენე და მინდა გკითხო, ნიღაბი რა ინტენსივობით უნდა გამოვიყენოთ თმაზე ჩვენი თმის მოვლის რუტინაში? ფაქტიურად ნიღაბი არის როგორც ანტიბიოტიკი, ამიტომ გჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 10 დღეში ერთხელ, 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია დაგროვებითი ეფექტი ქონდეს და განმეორებით დავჭირდეს ერთ თვეში ამ ყველაფრის ჩატარება. და თმის დაბანვის სიხშირეს რაც შეეხება, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება არსებობს საზოგადოებაში და ბევრი სპეციალისტი კამათობს ამასთან დაკავშირებით და შენ საზრსაც სიამოვნებით მოვისმენ, ყოველდღიური დაბანა თმისთვის კარგია თუ ცუდია? ან რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავიბანოთ თმა?
მაგალითად მე მოკომბინირებული თავის კანი. შესაბამისად ყოველ მესამე დღეს მიწევს დაბანა, მაგრამ თუ დავიბანე დღეს და მივდივარ დარბაზში და თავისთავად მაქვს ეს დისკომფორტი, ანუ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიბანოთ როგორაც საჭიროა. თუ ცხიმიანი კანია, ცხიმიანს განსაკუთრებულად ჭირდება ზოგან არ იგეთ შემთხვევა, რომ დილით დაიბანო და საღამოს დასაბანი იქ. ანუ ესეთ შემთხვევაშიც ხო, ესეთ შემთხვევაში ანუ არსებული პრობლემა არის და ამიტომ და მოვაგვაროთ დაბანით, სხვანაირად არ გვარდება. ხო, ესე იგი რამდენჯერაც აბინძურდება ჩვენი თმა, იმდენჯერ შეგვიძლია დავიბანოთ, ხო? და შამპუნი როგორ უნდა შევარჩიოთ ყოველდღიური დაბანვისთვის? ანუ არის მე რამდენადაც ვიცი, განსხვავება იმ შამპუნებს შორის, რომლებიც ზოგადად ყოველდღურად შეგვიძლია გამოიყენო და შამპუნებს შორის, რომლებიც რაღაცა კვირაში ორჯერ ან სამჯერ პირობით. კი ბატონო, სხვადასხვა ბრენდს ზოგადად სხვადასხვა ესე ვთქვათ პროდუქტები აქვს. შესაბამისად არის ესეთი პროდუქტები, ღრმაწმენდის შამპუნები, რომლებიც მაგალითად შეიძლება ჩავრთოთ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ მაქსიმალურად მოაშოროთ ეს ცხიმოვნება, დაბინძურება და შემდეგ ჩვეულებრივ შემთხვევაში გამოვიყენოთ ცხიმის საწინააღმდეგო შამპუნები, ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემა აქვს. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთ ძალიან საჭიროებო კითხვასთან დაკავშირებით მაინტერესებს ასევე თქვენი აზრით, მის გაშრობა როგორ ჯობს, ბუნებრივად თუ ფენით და რომ აგვიხსნათ რატომაც? რა თქმა უნდა, ეს გახმაურებული ამბავი, იმიტომ რომ მე პირადად ვეფხრობი გაშრობა ფენით რომ მოხდეს, იმიტომ რომ ბუნებრივად როდესაც შეიძლება თქმა თითქოს არსებობს მოსაზრება, რომ ფენი აზიანებს თმის სტრუქტურას. კი ბატონო, ანუ ახსნათ აქაც ჩავრთოთ პროცესი, იმიტომ რომ როდესაც ფენს ვიყენებთ, აუცილებლად გვახსოვდეს, რომ ეს არის თერმოინსტრუმენტი და საჭიროა თერმოდაცვა, აუცილებელი არის. კი, სხვა შორის არსებობს იყიდება თერმოდამცავებიც, ხო? როგორც მზისგან დამცავები გვაქვს, ასევე შესაბამისად არსებობს. თმასაც სჭირდება ბუნებრივი დაცვა. კი ბატონო. რატო? იმიტომ რომ თუ მაგალითად ფენით გადავწყვეტეთ გაშრობა, ანუ სიმხურვალისგან რომ დავიცვათ თმა. თუ დავუშვათ გადავწყვეტეთ ბუნებრივად გავაშვათ თმა, მაშინ ძალიან ბევრი პროდუქტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს პროცესი, როდესაც აორთქლების პროცესი, როდესაც ხდება თმის სტრუქტურაში, არ დარჩეს თმის სტრუქტურა ისევ გახსნილი, იმიტომ რომ თმას აქვს სამი შრე და ეს ძირითადად წყალით შესაბამისად ერთ-ერთ შრეში გროვდება, შემდეგ რო იწყებს აორთქლებას, ეს კუტიკულარული ესე ვთქვათ, ფაზა იხსნება და შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენი ამდენი ნაწვალები და ნაშრომი რჩება ღია მდგომარეობაში. ამიტომაც არ არის სასურველი. ესე იგი უწევთ რეკომენდაციას ფენით გაშრობა, ზოგადად თერმოდამცავით გამოყენებით. ყოველ ჯერზე თერმოდამცავის გამოყენებით შეგვიძლია რომ გავიშვათ. ეს არ არის 100%-იანი დაცვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მაქსიმალური დაცვა. კი ბატონო, განსაკუთრებით ალბათ იმ ადამიანებისთვის იქნება ეს ინფორმაცია საჭირო და მნიშვნელოვანი, ვინც ხშირად იყენებს უთოს მაგალითად და ფენს ან ვარცხნილობების გასაკეთებლად ან თმის გასაშრობად თუნდაც რომ აუცილებლად გამოიყენონ თერმოდამცავი. ახლა მინდა გკითხო იმ ზეთების შესახებ, რომლებიც ძალიან პოპულარული არის საზოგადოებაში. გულისხმობ მაგალითად ქოქოსის ზეთს ან როზმარინის ზეთს, რომელმაც ააფეთქა ფაქტობრივად მთელი ინტერნეტს სივრცე. რამდენად მართლა რეალურია, იმიტომ რომ მე ვიტყოდი რომ ჩემთვის ეფექტური არ იყო ეს როზმარინის ზეთი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ. საინტერესოა ნამდვილად ასტიმულირებს თუ არა თმის ზრდას და აჩერებს თუ არა თმის ცვენას ეს პროდუქტი. თქვენ შემთხვევაში, რადგან თხელი თმის სტრუქტურა გაქვთ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თმის სტრუქტურაზე რა პროცედურები იქნება ჩატარებული. იმიტომ რომ ზოგადად ვიცით, რომ ზეთი არის მძიმე პროდუქტი და თან გააჩნია მის დაწურვას, ანუ ამასაც თავისებური წესები აქვს. თუ მაგალითად როზმარინს ვიყენებთ უშუალოდ იმისთვის, რომ მასტიმულირებელი პროცესი გააკეთოს თმის ცვენის დროს, კი, ნამდვილად აქვს მას ესეთი ზემოქმედება. ანუ აჩერებს თმის ცვენას როზმარინის ზეთი. არ აჩერებს, უბრალოდ, ანუ არ ვიცი, ახლა ხანგრძლივად თუ გამოვიყენეთ, შეიძლება ვიღაცას კონდეს ეგეთი შედეგი, რომ გააჩეროს, მაგრამ უბრალოდ მასტიმულირებელი საშუალება და ეს ძალიან კარგად აისახება, რომ სისხლის ძარღვები ფართოვდება და ანუ ესე ვთქვათ, მარაგი არ წყდება სისხლის ბოლქვზე და შესაბამისად ეფექტი აქვს. მაგრამ რაც შეეხება სტრუქტურა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ ერთჯერადი ეფექტია შეივსება და ჩამოიბანება თუ არა ისევ ის ეფექტი იქნება, რაც ჰქონდათ მანამდე. კი ბატონო. და ასევე საინტერესო არის ცივი წყლით თმის დაბანის ამბავი. მე ერთხელ თქვენთან ვიყავი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმენთ ცივი წყლის და თმის ურთიერთობის შესახებ და მინდა რომ ამ ეთერშიც მაყურებელს ვუთხრათ, რა მნიშვნელობა აქვს დაბანის შემდეგ ცივი წყლის გადავლებას თმაზე. რა ეფექტი აქვს? ეს საინტერესო რჩევა იქნება. ცივი წყლის დაბანა სასურველი არ არის ზოგადად, იმიტომ რომ მაინც სტრესული პროცესია თავის კანისთვის და ზოგადად
ბოლოს გადავლება ძალიან კარგია და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დაიხუროს, ესე ვთქვათ, თმის სტრუქტურა. ესე რომ ვთქვათ, კანი და თმის სტრუქტურა ძალიან გავს ერთმანეთს. თუ გინახავთ ხშირად, რომ აი ცივწყალში სახესდებენ იმისთვის, რომ ფორები დაიხუროს. მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს თმაზეც. ესე იგი რომ დაიხუროს თმის სტრუქტურა, მაგისთვის არის დაბანის შემდეგ ცივიწყლის გადავლება თმაზე. კი, სასურველია. კი ბატონო, ასევე არსებობს ასეთი მოსაზრება საზოგადოებაში, რომ ადამიანები, რომლებიც ქუდს ატარებენ ხშირად, მათ შესაძლოა დაუზიანდეთ თმის სტრუქტურა, ან ცვენა გამოიწვიოს თმის ამ პროცესმა. ეს მითია თუ რეალობა? 50-50. რატომ აბა ახსნათ ესეც? იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ქუდს როდესაც ვატარებთ, ანუ კეპი იქნება თუ ზამთრის ქუდი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ის მოჭერილ მდგომარეობაში ისევ სიზარღვების პრობლემა არის. ანუ თავისუფლად უნდა იყოს არ არის და შესაბამისად ცირკულაცია არ ხდება. კი ბატონო. ამიტომაც შესაძლებელია მოხდეს სიტყვაზე არასწორი მომარაგება ბოლქვების და შესაბამისად ამან იქონიოს რაღაც გავლენა. ეს ალბათ ლოგიკურად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვარცხნილობებთან დაკავშირებით, ვისაც უყვარს ესე მოჭერილი თმავე, ანუ ესეც ხშირად აქვს შეკრული თმა და მჭიდროდ აქვს მოჭერილი იგივე კოსა. კი ბატონო. ეგრეთ წოდებული. ესე კი ბატონო, ნებისმიერი თმის საჭერები უარყოფითად მოქმედებს თმაზე, ანუ სიგრძეზეც უარყოფითად მოქმედებს და თმის ძირებზეც უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება ქუდს, ქუდი კიდე ერთი დისკომფორტია, რომ ცხიმიანობას უფრო მეტად წევს და შესაბამისად ამიტომ არ არის რეკომენდირებული. თუ ქუდის გარეშე თუმცა ზამთარში პირიქით პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას თმაზე უქუდობა, მაგრამ იცით რა არის, ჩვენ გვიხარია იმის, რომ არ გვაქვს ესეთი ზამთარი, რომ ჭირდება მინუს რაღაც ქუდის დახურება და აქედან გამომდინარე ეს ძალიან ნორმალურია ჩვენთვის. ამიტომ ქუდის გარეშეც რო ვიარო ზამთარში არანაირი პრობლემა არ აქვს. ოკეი. კიდევ ერთი შეკითხვა მექნება მაშინ. არსებობს ასეთი მოსაზრება საზოგადოებაში, რომ შამპუნები უნდა ვცვალოთ ძალიან ხშირად, იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება შეეჩვიოს ჩვენი თმა ამ კონკრეტულ შამპუნს და აღარ ჰქონდეს ისეთი ეფექტი, როგორც მაგალითად გამოყენების დასაწყისში. ეს მითია თუ რეალობა? არა, აქაც 50-50-ზე გეტყვით რატო. როდესაც მას პროდუქტია. არა, მაგრამ როდესაც მას პროდუქტია ძირითადად ბაზარზე და ჩვენ საუბრობთ პროფესიონალურ რჩევებზე, მას პროდუქტი უფრო დატვირთულია სილიკონურ პროდუქტებით, ანუ სილიკონებისგან შედგება ძირითადად და ეს ყველაფერი გროვდება ჩვენს თმის სტრუქტურაზე, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს არის ღრუბელიwit და შესაბამისად ეს პროდუქტი, როდესაც რამოდენიმეჯერ გამოვიყენეთ და დაგროვდა, დისკომფორტი გვაქვს. შემდეგ, როდესაც ნებისმიერ სხვა პროდუქტს გამოვიყენებთ, მას უფრო მეტი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ ჩამორეცხა ის არსებული პროდუქტები და შესაბამისად აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ყველას აქვს ის მომენტი, რომ აი ამას მიჩვევა ცოდნია და დაუშვათ ეს უკეთესია და ცვალოთ უკეთესია. რა თქმა უნდა, თქვენთვის რომელიც კომფორტულია, ისე უნდა მოიქცეთ, მაგრამ პროფესიონალურ ხაზს ზოგადად ეგეთი მიჩვევები და პრობლემები არ ხასიათებს. ანუ პროფესიონალური ხაზიდან თუ შევიძენთ შამპუნს, ის ეფექტი კი ბატონო. კარგი, ასეთი მოსაზრება არსებობს კიდევ და მაინტერესებს მითია თუ რეალობა, რომ თმა შეღებამდე 24 საათის განმავლობაში არ უნდა დავიბანოთ. მითია თუ რეალობა? არ არის ეს მითი, ეს არის რეალობა. სასურველია რომ იყოს ლიპიდური ბალანსი. ანუ არ უნდა დავიბანოთ შეღებამდე თმა. კი ბატონო, არ უნდა დავიბანოთ. 12-24 საათი სრულიად საკმარისია. ანუ დაახლოებით 4-5 საათი ჭირდება სრულ გაშრობას და შემდეგ ცხიმის გამოყოფას თავისებური დრო ჭირდება. ამიტომ 12 საათით საკმარისია რეალურად. მაგრამ თუ ვინმეს გაქვს ძალიან ცხიმიანი კანი, მაშინ სასურველია პროცედურამდე 12 საათით ადრე მაინც დაიბანოს, იმიტომ რომ ბევრი ცხიმიც უშლის ხელს შეღებვის პროცესს. კარგი, ზაფხული მოვიდა ახლა და მე ძალიან მომწონს ხოლმე ზაფხულის მზის ეფექტი თმაზე, რაღაცნაირად აღიავებს თმას, ცოტა კი აშრობს, მაგრამ აღიავებს თმას და მომწონს. წეგან თქვი ასეთი რამ, რომ კანი და თმა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ისევე სჭირდება ჩვენს თმას დაცვა, როგორც კანს. უნდა მოვარიდოთ მზეს ჩვენი თმა? აუცილებლად უნდა მოვარიდოთ, იმიტომ რომ ეხლა ყველაზე ესეთი მასშტაბური პერიოდი იწყება მზის. სასურველია ნებისმიერი მზისგან დამცავი გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ამ პროდუქტებს მზისგან დამცავში თერმოდამცავებს გულისხმობთ თუ სხვა ტიპის მზისგან დამცავები არსებობს თმაზე? თერმოდამცავი არის უშუალოდ თერმული პროცესებისთვის და მზისგან დამცავი უშუალოდ მზისგან იცავს. ესეთი პროდუქტები არ შემხვედრია, ალბათ პროფესიონალურ ხაზს ეკნება. კი ბატონო, ან ძირითადად პროფესიონალური ხაზი არის ამაზე ორიენტირებული. იმიტომ ეს არის კლასიფიკაციის განსხვავება. კი ბატონო, მოდი შევაჯამოთ ახლა ის ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკეთ და ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს თავიანთი თმის მოვლის
რუტინა და როგორ უნდა შეასრულონ სწორად ეს რუტინა, რომ დაიცვან თმა დაზიანებისთვისგან და ჰქონდეთ ჯანსაღით პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა იყოს გარჩეული მდგომარეობა, ანუ შეღებილია თუ შეუღებავია თმა. ცხიმიანია თუ კომბინირებული. ეს კანის ტიპი აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული, იმიტომ რომ არის ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი მაგალითად მე თუ წინა მხარე მაქვს ცხიმიანი და უკანა მხარე ნორმალური, ნიშნავს რომ კომბინირებული თმის სტრუქტურა მაქვს თუ კანი მაქვს. კომბინირებული არის, როდესაც უბრალოდ 2-3 დღეში უწევს თავის დაბადა ადამიანს, ეს არის კომბინირებული კანი. თუ მაგალითად წინა მხარე ცხიმიანია და უკან მშრალი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სახის მოულის საშუალებები გადადის თავის კანზე და შესაბამისად ცხიმიანდება. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ეგ არის. პირველ რიგში, როდესაც გაარჩევა ხდება უკვე მდგომარეობის რა თმა არის, შესაბამისად უკვე პროდუქციას ვირჩევთ. თუ გვაქვს შეღებილი თმა, შესაბამისად გვჭირდება შეღებილი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი, შემდეგ გვჭირდება კონდიციონერი, ან სპრეი კონდიციონერი, ან კონდიციონერი. სპრეი კონდიციონერი შეგვიძლია დაბანის შემდეგაც გამოვიყენოთ, რომელიც ჩამორეცხვას არ საჭიროებს. არ საჭიროებს, ხო. აქედან გამომდინარე, სასურველი პროდუქტი არის ნიღაბი, რომელიც შეიძლება 10 დღეში გამოვიყენოთ, ან 2 კვირაში ერთხელ, გააჩნიათ მის მდგომარეობას და შემდეგ, ანუ ეს პროცესები როგორ ხდება? ვიბანთ შამპუნი თავისთავად, ანუ pH ბალანსი ირღვევა, შემდეგ სასურველია თუ ვაპირებთ ნიღბის პროცედურის ჩატარებას, ნიღბის პროცედურები ჩავატაროთ კარგად გაწურულ თმაზე, ოღონდ თმას, როდესაც ვიწურავთ, არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ აი ამ მექანიკური ზემოქმედება თმას, კი ბატონო. შესაბამისად, სრულიად საკმარისი არის მხოლოდ ეს გაწურვა. შემდეგ უნდა დავადოთ ეს პროდუქტი, გავაჩეროთ 10-15 წუთი ყველა პროდუქტს აქვს მითითებული თავისი დრო. შემდეგ ჩამოვიბანთ და თუ საჭირო იქნება კონდიციონერის დამატება, აქ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ნიღბის შემდეგ. ნიღბის შემდეგ. ყველას გონია რომ რატომღაც ნიღბის შემდეგ კონდიციონერი არ არის საჭირო. ანუ ზოგადად კონდიციონერი და ნიღაბი განსხვავდება მოლეკულური მაჩვენებლით და სიღრმისეულად ნიღაბი უფრო ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და შესაბამისად შეიძლება დარჩეს ზედაპირი ღია მდგომარეობა. შემდეგ კონდიციონერი იზრუნებს იმაზე, რომ ეს დაიხუროს თმის სტრუქტურა. კი ბატონო, ეს პროცესი დასრულდეს თავიდან ბოლომდე. მაგრამ არსებობს კიდე ძალიან ბევრი პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება შემდგომ, ეს არის უკვე ზეთები, სერუმები, ფლუიდები და სხვადასხვა მოულის საშუალებები. გააჩნია ვის რა პრობლემა აქვს. რა საჭიროება აქვს. დაზიანება, აი გაყოფილი ბოლოები ძალიან პოპულარულია, ამას ცალკე მოვლა და ანუ ესე ვთქვათ, დახმარება ჭირდება და ესეც საყურადღებოა ძალიან. ხო, ეს ალბათ მგონია ცალკე სასაუბრო თემა არის. კი, უღრმესი მადლობა მინდა გითხრა ესეთი საინტერესო რჩევების გაზიარებისთვის და უამრავი მითის დამსხვრევისთვის. მე განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ თურმე ჭაღარის ამოძრობა, ესე იგი ჩემი ჭაღარა შემიძლია თამამად ამოვიძრო ხოლმე, არ გამრავლდება ჭაღარა და ასევე თმის შეჭრა არ ნიშნავს, რომ შეიძლება დაჩქარდეს შენი თმის ზრდა. უღრმესი მადლობა დავით, კიდევ გიხილავთ ჩვენს ეთერში და ახლა ძალიან დიდი მადლობას მეც გადავუხდი მობრძანებისთვის და დროის დათმობისთვის, ძალიან საინტერესო რჩევებისთვის და ახლა გოგოლა კალანდაძის დრო დგება ჩვენს ეთერში, რომელიც ესტუმრა გველესიანს გოგას და მან უმასპინძლა და ნახოთ როგორი ტანდემი შედგა. ჩემი დღევანდელი რესპონდენტი გამოექცა თბილისის ხმაურს, ტვერს და გადმოვიდა აი ესეთ საოცარ ადგილას, სიმშვიდეში, ბუნებაში, თავის 4 ფეხა მეგობრებთან ერთად. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი მასპინძელია გოგა გველესიანი. წამოდით და ერთად დავათვალიეროთ მისი სახკარი. გოგა ბაიმე ხوار დამყვნენ ძაღლები არა პირიქით ამათ უხარია სტუმრების დედა რამდენი ძაღლი გყოლია 4 კი ვიცოდი რომ 4 ფეხა მეგობრები ყავდა მაგრამ ამდენი თუ ყავდა ნამდვილად არ ვიცოდი რა ლამაზები არიან გადი ეს არის ევა აი ის უჭირავს ახლა ის და მოიცა მიკროფონი დამავიწყდა ისე შემეშდე რომ დავიბერე არაფერი არა საშიში არ არის პირიქით ამა ძალიან უყვართ სტუმრები რომ მოდიან ხალხი მით უმეტეს შეგარწვრთენი ეგრე არა ეს ამათი ხასიათი ამათ წვრთნა არ ჭირდება ეს რა ჯიშია ეს არის ოქროსფერი რეტრივერი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეხა იცი რა მაინტერესებს მომიყევი უფრო სწორედ როგორ იპოვე ეს ადგილი ჯერ ერთი 21 წლის წინ იცი შენ ჩემი ამბავი შენებლობაში შენ არა მთელმა თბილისმა და იმან რომ შენებლობაში შევიტანეთ გავყიდე 4 ოთახიანი ბინა ვერაზე შევიტანე შენებლობაში და დავრჩი ქუჩაში
ნუ აი ხა 2 წლის წინ უკვე ჩატარდა სასამართლო, სადაც მაღიარეს დაზარალებულად და მერიაშია 2 წელია გადაცემული და ველოდები უკვე რომ უნდა დამაკმაყოფილოთ. ნუ მომიწია ესე იგი 10 წელი მეტი, ხო 10 წელი ქირიდან ქირაში გადასვლა. ანუ ბევრი ბინა გამოვიცვალე, ბევრი ის და ბოლოს ჩუმად ჩემ და აი ესე რომ არ ვიცოდი ნატოს და დოის ბოლოს ქირასაც ვერ ვიხდიდი და ნათესავის აგარაკზე ოქროყანაში ვცხოვრობდი, იქ ცოტა შევარემონტე და ბოლოს ნათესავმა ბუდიში მომიხადა და ну აი წასასვლელი რო არ მქონდა არც მithქვამს. უბრალოდ ნატომ დარეკა და რაღაც ხმა არ მომწონსო შენიო და ნატო მურვანიძემ ხო და რაღაცა მეთქი არ ვიცი მეთქი აი ეს უნდა დავცალო და უნდა მოვიფიქრო ეხლა სად წავიდე თქო რა. და აი უცბად ამ სამეგობრომ გადაუწყვეტიათ და შეკრიბეს გარკვეული თანხა და მაჩუქეს რომ რამე მეყიდა. ну რახან ესე მოხდა მე არ ვიცი რითი დავიმსახურე ეს მაგრამ ну ესეთები ვართ ალბათ მეგობრები რა და ეს მათი დამსახურებაა პირველ რიგში რა თქმა უნდა და მე ბანკიდან კიდე გამოვიტანე გარკვეული თანხა ძალიან კარგი და სამაგალითო მეგობრები ყავს ეს ნავღნიშნოთ აუცილებლად კი რა თქმა უნდა და მე ვიცი რა არის თუ მე აი ხა ისე ვარ ცოცხლობს უ ჩემ თავს უსმევ ხოლმე კითხვას რომ ეხა ვისაც ოჯახი ყავს შვილები შთამომავლობა ხო გასაგებია რისთვისაც დაიბადნენ ისინი მოვიდნენ და მე სულ კითხვის ნიშანი მქონდა ჩემს თავთან რომ აი რისთვის თუ არა შემდეგ დავუშვათ რაღაცა ხო და აი ჩემი მეგობრებისთვის ვარ რა ესეც ვიყავი ყოველთვის ესე ვიყავი ჩემი მეგობრებისთვის მაგრამ ეხლა განსაკუთრებულად რა მე მთაწმინდაზე ვიყიდე ბინა რომელიც გავარემონტე პატარა ბინა და უკვე მივხვდი იმას რომ თბილისში ეს 7-8 წლის წინ ხდებოდა უკვე ვეღარ ვცხოვრობდი იმიტომ თვითონ თბილისს რაღაც აურა აღარ მომწონდა გადავწყვიტე რომ სადმე ქალა გარე და არც ისე შორს რო ყოფილიყო მაგრამ თბილისიც ყოფილიყო და თბილისთანაც ახლო სხვა შორის თამარ ივერი და ნინო ბაბუხადია დამეხმარდნენ დავდიოდით და ვეძებდით ადგილებს რა დიდ დიღომში და როდესაც მთელ ქალაქს უყურებ და სივრცეს უყურებ ეს უკვე სხვა რამ არის და გადავწყვიტე ვიყიდე მიწა და აი ესე ავაშენე სახლი რაღაც და 4-5 თვეში გადმოვედი მე უკვე საცხოვრებლად რა. აი რატო გადაწყვეტე რომ ხის სახლი აგეშენებინა? მითხრეს რომ ყველაზე მალე აშენდებოდა ხის სახლი. ნუ რაშიც მე როგორც გაირკვა შევცდი, იმიტომ ხის სახლი რომ შენდება, იმას თავისი დრო უნდა რომ აეწყობა, უნდა იყოს რომ კარგად გამოშრეს, ჩაჯდეს, დაჯდეს და ეგ რომ ცოდნოდა ბლოკისას ავაშენებდი. ნუ ბლოკი ბევრად ცუდია და ხებევრად ჯანმრთელია, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა გამოვიდა ისე რომ ფაქტიურად რაღაცეები თავიდანმა გასაკეთებელი. იცი რა მე ვფიქრობ რომ ისეთი არ იქნებოდა ბლოკის სახლი როგორც ეხლა არის. აურა რა თქმა უნდა ბევრად კარგია. მოდი შევიდეთ სახლში. მოვძანდით სახლში, მოდით. აი აქაურობას ნამდვილად ძალიან უხდება ხის სახლი და რაღაც თავის განწყობას აწევს. ეს არის შენი დიზაინი, ხო? ჩემი დიზაინი, აი აქ იყო, ანუ ეს სარკე რამ მომაფიქრე, რატო გადავწყვიტე, იცი რომ აქ იყო ესეთი, აი როგორც რუსული იზბუშკებს რო აქვს ჯვარედინები და რაღაცა არ მომწონდა რა. და ავდექი და გიფსოკარდონში ჩავსვი და გიფსოკარდონზე ავაკარი სარკე და ამით ვთვლი და მგონია რომ აი ხე სარკე, ნუ აი ეკლექტიკაა რა. იგივე აი აქაც ეს კაფელი უნდა გამეკეთებინა, ხო? და კაფელს ვერ ავაკრავდი ხეზე და აი შუშა გადავწყვიტე და ნუ სიბნელეში თუ რაღაც აი შუქიც არის ასე ნათდება და მოკითხვა დოის მოიცადე დოიკო დოი ჩემო საყვარელო მიყვარხარ როგორ გამიყარდი რა მაგარია სატყარ გვენატრები კარგი, მიყვარხარ კოცნი. ხო, აი ესე არია, ესე ვართ რა, აი ესე ვცხოვრობთ და
აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ აი ესეთი ურთიერთობა გვაქვს. ალბათ დაძმას არ ექნება და ძმებს ისეთი ურთიერთობა, როგორც ჩვენ სამეგობროს გაგვაჩნია. ძალიან საინტერესო ბუხარი გაქვს. ბუხარიც ჩემი პროექტია, სხვა შორის მე ბუხე რომ მოვიდა, არასდროს გამიკეთებიაო ესეთი რამეო. უმჯობესი იქნებოდა ეხა ეს უფრო დიდი გამეკეთებინა, მთლიანი ყოფილიყო, მაგრამ ეს ფართისგან გამომდინარე ძაღლების საკვებს და რაღაცებს აქ ვინახავ, შედარებით პატარა გავაკეთე და საკმაოდ მაკმაყოფილებს და საკმაოდ ათბობს, იმიტომ გვერდები ამოშენებული არ აქვს, აი ეს ძალიან ხურდება, ორმაგია და მთელი სითბო აქედან გამოდის და ესე ათბობს. თავის საქმეს აკეთებს, კარგი მწვადებიც იწვება, მინდა გითხრა. ხშირად მოდიან ხოლმე სტუმრები? ნუ აი ვიცი რა არის, აი ხა წელს მოვიტყუები, მაგრამ როცა არის ხოლმე მწვადობანა გვაქვს, ხან კარტოფილებს წვავთ, ხან აი ესე მთლიანად მუნდირში რო ეძახიან და ნუ რა ვიცი, აი ესე წყნარად ჯაზის ფონზე დაუშვათ საუბრობს და ვატარებთ ხოლმე დროს. ეს ჯილდოები ალბათ შენი ოთხფეხა მეგობრების ამათი მიღწევებია. მე მაქვს ოქროსფერი რეტრიევერის საშენი, ჩემი საშენის და ჩემი ძაღლების წარმატებები, გამარჯვებებია და თუ თეატრალურ იმაში ჯილდო ვერ ავიღეთ დაუშვათ აი სამაგიეროდ ჩემმა ძაღლებმა აიღეს და მასახელეს. ეს ფოტოები შენი როლები ხო სპექტაკლებიდან? ხო, ეს ზაფხულის ღამის სიზმარი ბატონ მიშა თუმანიშვილთან, ეს ჩემი პირველი როლი ზურა ყიფშიძესთან ერთად ჩვენი პატარა ქალაქი, ეს სტიქსი ბატონ რობიკო სტურუასთან, ეს დოის რა ქვია ცხოვრება იდიოტისა გონსკე, ეს არის გოდოს მოლოდინში ბატონ რობიკო სტურუას დადგმული. ლაქის ვთამაშობდი და მაშინ იყო თეატრმცოდნეების პრიზი ავიღე, მეორე ხარისხოვანი როლი იყო და დამასახელეს როგორც პირველ ხარისხოვანი მთავარი როლის შემსრულებლად. აი ეს ძალიან დიდი შეფასება იყო ჩემთვის. არ გენატრება თეატრი? თეატრი მენატრება, ძალიან მენატრება. ბატონი მიშა თუმანიშვილი, ძალიან მენატრება და მადლობელი ვარ, იცი, აი იღბლის და ბედის გოგოლა, რომ მე რო პირველივე წელს თეატრალურში ჩამებარებინა, მე ვისთან მოხვდებოდი, რას ვისწავლიდი ვერ დავიჩენებ რა. ანბანი მასწავლა მან, ძალიან ბევრი რამე მასწავლა, მე ვერ ვიტყვი რომ მე ვარ იმ სახიობების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც აი რომ იბადებიან, ასე ვთქვათ, ნიჭიერები თუ რაღაცა, მე ხელობა მასწავლა, თავარი რა არის ის მასწავლა, შემდეგ ბატონი მიშას გარდაცვალების შემდეგ ძალიან გამიჭირდა კინომსახიობთა თეატრში დარჩენა. აი სიცარიელე ვერაფრით ვერ შევავსე რა. და მოგიწია წამოსვლა? და მომიწია წამოსვლა კი. შემდეგ უკვე ბატონ რობიკო სტურუასთან მივედი, უბედნიერესი 20 წელი გავატარე მასთან, მან ბევრი დიდი სიხარული მომანიჭა. ნუ და შემდეგ ნუ არ ვიცი, რაღაც ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. სოფელში ვიყავი, როდესაც გავიგე რომ შვებულებაში რომ მე რუსთაველის თეატრში არ ვიყავი და ეს არის მესამე დავით დოიაშვილი, რომელიც აი ბატონ მიშასაც მაკავშირებს, რაღაცნაირად ბატონ რობიკოსაც მაკავშირებს და რომელსაც აი ის გააჩნია, რაც იმ ორ დიდ ბერას მე დავრჩია ესე და ვართ ეხლა უკვე ვართ დოის გარეშე რაღაც დაობლებულები და ყველაფერი კარგად იქნება, მე დარწმუნებული მე ძალიან დიდი იმედი. მოდი დავუბრუნდეთ სახლს. დავუბრუნდეთ სახლს. აი აქ ძალიან ლამაზი კედლის ხალიჩა. ირანიდან ჩამოვიტანე და ესე გავაკარი აქ. ლამაზი ნივთები გაქვს. ხო, ეს ჩემმა ბიძაშვილებმა მაჩუქეს დაბადების დღეზე, სხვათა შორის ეს არის ვენეციურ ხეზე, ძველ ხეზე დამზადებული. ანტიკვარად ითვლება ფოდნოსი და ძალიან მომწონს და მიყვარს და ვთვლი რომ აი აქ რაღაც ძალიან ჩაჯდა და მოუხდა. ეს ძველი კომოდია? ეს ძველია. სხვათა შორის გოგოლა, აი ჩემი სახლი რომ გავყიდე, დავკარგე ფრაჟეს საწოლები დავკარგე. არა, საწოლი როგორ უნდა დაკარგო? აი შენახული სადაც მქონდა, გატეხეს იქა და წაიღეს. სხვაგან სადაც შენახული მქონდა, ქვაბები, ძვირფასი რაღაცების, იქაც გატეხეს და წაიღეს. ანუ
ფაქტიურად ძველი არაფერი დამრჩა. და შემდეგ აი თუ კი რამე თითო ოროლა დამჩა, ის არის ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი რამე. ხო, და აი რომელია ყველაზე უძვირფასესი ნივთი, რაც დაგრჩა? რაც დამრჩა, ნუ ეს არის აი როგორ გითხრა, აი უცნაურია, მაგრამ აი ეს სანაყი. ხო, ხის არის და აი ეს რომელიც ჩემს სოფელში ვიპოვე, ჩემი სოფელი სად არის? ჩემი სოფელი არის ხარაგაულის რაიონში, ბორჯომხარაგაულის ნაკრძალი გახლავთ. სხვა შორის იქაც ფინური სახელი მაქვს. იქ კიდე სხვა ენერგიას ვიღებ და ვიფსები რა. მე რო იქ ჩავდივარ, ყველა ვინც აღარ არის ცოცხალი, ჩემი ოჯახიდან თუ ნათესავებიდან მიცოცხლდება ყველა. აქ შევამჩნიე ნახატი დედასთან ერთად. ხო. აი ამ ნახატის შესახებაც მინდა რომ მომეყვე. ეს ნახატი, სხვა შორის, დედაჩემის ბიძაშვილიშვილმა მერვე კლასში იყო ჯერ, როდესაც დახატა ფოტო ნახა და მოეწონა რა და სოფელში იყო ისიც დასასვენებლად და დახატა და რო ისა აიო და ხევდა, აი ეს ადგილი არ მოეწონა, აი ცოტა ცუდი გამოვიდაო და გამოვგლიჯე ხელიდან, რომ მეთქი რას ამბობ, კაცო, შენ არ მოგწონს, მე მომწონს და ძალიან მაგარი ნახატი. შემდეგ გავდექი და ჩარჩოში ჩავსვი. ხო, ესეც აი ჩემი და დედას ბოლო ფოტო არის, რომელიც აგერ აწერია კიდეც რობიკოს გადაღებულია. გოგა, რამდენად გიყვარს სახლში ყოფნა? სახლში ძალიან მიყვარს ყოფნა, გოგოლა და ვთვლი რომ როგორც ცხოველები არიან ბუნაგში მაცხოვრებლები და ცხოველს უნდა თავისი ბუნაგი ქონდეს, ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ხო? და არიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებს, როგორ გარემოში და პირობებში. ჩემი, აი მე თუ სიტყვაზე ვთქვა, შემიძლია ვთქვა, რომ რამემ დამაბერა აი ამ 20 წლიანმა ჩემმა უსახლობამ რა. იმიტომ ჩემი უმთავრესი საყრდენი არის ჩემი ბინა, ჩემი სახლი და შემდეგ სხვა დანარჩენი რა. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია და ასე შემდეგ. სახლში კომფორტს რა გიქმნის? სახლში კომფორტს რა ვიცი, რა მიქმნის? ყველაფერს ვაკეთებ ისე, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო რა, ვაწყობ. ისე რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი, რა ვიცი, ზამთარში თბილად ვიყო და ზაფხულში გრილად ვიყო ალბათ და ეს ჩემი 4 ფეხა ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან მიხალისებენ ცხოვრებას რა. გოგა, როგორია მარტო ცხოვრება? ძალიან რთულია და სხვათა შორის სკოლიდან მოყოლებული სტუდენტობის დროსაც მეგონა რომ მე მეყოლებოდა ოჯახი, შევქმნიდი ოჯახს. ამ განწყობით ვიყავი, ესე ვიყავი. მოხდა ისე რომ დავრჩი მარტო რა და ყველაფერს მევყიდულობ, პურიდან დაწყებული ყველაფერს. მე მომაქ ვახარისხებ ამ ყველაფერს, მე სადილი გააკეთე, მე ის გარეცხე, მე ამათ დავარცხნე, აჭამე. აი მაგანაც დამღალა, იცი? აი რა გავაკეთო, სადივათ, ვახშამი, აი მინდა რომ ვიღაცამ დაუშვათ სადილიც დამახვედროს, კარებიც გამიღოს. აი ამ მარტოს ეს ყველაფერი არის ძალიან რთული, დამქანცველი და აი ესეთი რა და ახლა ვინმესთან ერთად რომ ყოფილიყავი, რა ვიცი, ეხლაც არ გამოვრიცხავ, ეხლა შეიძლება ვიღაც ჯერ ყველაფერი წინ არა, წინ მე დარწმუნებული ვიღაცა გამოჩნდეს ვისთან ერთადაც შეიძლება აი ეს ბოლო ცხოვრების გარკვეული ბოლო წლები საინტერესოთაც გავატაროთ. მაგრამ ნახოთ რა. ყველაფერი მაინც რაღაცა განგების მჯერა. გოგა, რა არის შენთვის სახლი? რა არის ჩემთვის სახლი? ცი რა არის? სიმყარეა, სიძლიერეა. ჩემ თავთან დარჩენა, საკუთარ თავთან დარჩენა, ყოფნა. გადაწყვეტილებების მიღება, მოსვენება, დასვენება, რა ვიცი, ყველაფერი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით ისევ, გარკვეულ დროში. აბა რა. მადლობა გოგოლას და მადლობა გოგას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, როგორც ყოველთვის გოგოლას. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ძალიან მალე ქალბატონი თამრი კოჭოხანელიძე შემოგვერდება თავის სტუმრებთან ერთად. საინტერესო მუსიკალური მეორე შემდეგი ბლოკი გებით უბრალოდ და ამიტომ არ გადარჩათ.
გამოჩნდა თვალხილული პირზე ხიმილი მოასვენა გადაღლილი ძვლის ხეული და ასე დარჩა კანდაგებად გადაქცეული მოასვენა გადაღლილი ძვლის ხეული და ასე დარჩა კანდაგებად გადაქცეული მიცაიღო მიცადიქცა მოგონებად გადაიქცა ასეთია თურმე წუთი სოფელი მიცაიღო მიცადიქცა მოგონებად გადაიქცა ასეთია თურმე წუთი სოფელი ნაზიარები შენდობილი ზეცამსა კიდევ ერთი ბერი კაცი გაისაფუთრა დრო ისე ვივლის უსასრულოდ განუსუმავი და ჰობებისი არ გარჩება შეუღუბავი დრო ისე ვივლის უსასრულოდ განუსუმავი და ჰობებისი არ გარჩება შეუღუბავი მიცაიღო მიცადიქცა მოგონებად გადაიქცა ასეთია თურმე წუთი სოფელი მიცაიღო მიცადიქცა მოგონებად გადაიქცა ასეთია თურმე წუთი სოფელი მოგონებად გადაიქცა მიცაიღო მიცადიქცა მოგონებად გადაიქცა აი ასეთი მუსიკალური რუბრიკი დავბრუნდით ქალბატონ თამრიკო ჭოხანელიძესთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამრიკოს. ძალიან დიდი მადლობა დავით არჩვაძეს. დილა მშვიდობისა მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ესეთი სასიამოვნო ხანგებით ავსებისთვის ჩვენი ეთერი. დიდი მადლობა. მადლობა დათოს სტუმრობისთვის, იმიტომ რომ დღეს მე ვარ მასპინძელი ამ რუბრიკის. შევცვალე დროებით მარიამი, თუმცა ალბათ მეც და მარიამსაც ყოველთვის ერთი გვაქვს მიზანი, რომ მოდის თაობები, რომლებმაც ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ არ იცის. არა და ის ადამიანები არიან, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვთ, ლომის წილი აქვთ, რაღაცა იმ გარკვეული სფეროს დაუშვათ სფეროში და იმ სფეროს წარმატებაში შეტანილი და არ შეიძლება მათი სახელები რომ დაიკარგოს და თუ რატომ ვიმღერე ეს სიმღერა, რომელიც არასდროს მიმღერია, თუმცა აი ყოველთვის იმდენად ყველას ალბათ ხო რაღაცნაირად აი გვიზის სულში გულში რომ აი ეს მიწაიყო მიწადიქცა ეს რაღაცა ძალიან ლამაზი ეს სიმღერა მიეძღვნა ერთ ადამიანს ეს იყო ბატონი ალიოშა ავალიანი და თუ ვინ იყო ეს ამას აუცილებლად გეტყვით რატომ მას ფაქტობრივად ნამდვილი ამბავია მართლა მოხდა ეს ამბავი რაც ჩვენ ახლა სიმღერით გადმოვეცით ამ სიმღერის ლექსის ავტორზე მინდა დღეს გესაუბროთ და ის არა მხოლოდ ლექსის ავტორია და ლექსების არამედ მას იმდენი დამსახურება აქვს მას იმდენი მასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი სიტყვა სიახლე პირველი რომ ძალიან ბევრი საინტერესო ნაბიჯი გადადგა და ეს კაცი გახდათ ავთანდილ გელოვანი ავთანდილ, მაგრამ მას იცნობენ როგორც ბაჯული გელოვანი. კაცი, რომელმაც აი უბრალოდ უდიდესი როლი შეასრულა ქართული ესტრადის ისტორიაში, რომ არ ყოფილიყო ბაჯული გელოვანი. ჩათვალეთ, რომ
ქართული ესტრადა ნამდვილად არის იქნებოდა წარმოჩინებული აი იმ ხარისხით, იმ რაღაცა სისავსით და იმ ორიგინალობით, რომელთა საბოლოო ჯამში მაინც დაიმკვიდრა ადგილი, იმიტომ რომ ჯერ მინდა გითხრათ, რატომ ქვია ბაჯული, იმიტომ რომ ის მესტიაში დაიბადა ძალიან საინტერესო, ძალიან ინტელიგენტების ოჯახში, ნამდვილად არისტოკრატული ოჯახი იყო, მისი დედა სტომატოლოგი იყო, ექიმი, სხვა შორის ერთ-ერთი პირველი ექიმი იყო, ვინც წავიდა სვანეთში, აი სწავლით დამთავრების შემდეგ და იქ რაღაც დაუკავშირდა მის მეუღლეს, ბატონ გიორგი გელოვანს და ძალიან მაღალი ჩინის კაცი იყო, სამხედრო ეს კაცი, პეტერბურგის კადეტთა კორპუსის კურსს დამთავრებული გახლდათ და მოკლედ ეს ადამიანი მამა სკულის ბატონ ბაჯულის მამას ტაბახმელასთან იბრძოდა და მე გადაასახლეს, ну რა თქმა უნდა ვინ ვის რას შეარჩენდა წარმოიდგინეთ გადაასახლეს და ეს 7 წელი იყო როდესაც მამის გარეშე დარჩა, თუმცა რა ნუ რატო ქვია ბაჯული, თურმე სვანეთი ბაჯულს ეძახიან ბიჭს, ანუ ბიჭი მიულოცეს ასე ბაჯუ დაიბადა და მას შემდეგ ბაჯული ასე შეერქვა. მე უბრალოდ ძალიან მინდა ვთქვა, რომ ეს ინტელიგენტობა რო ვახსენე, ინტელიგენტად რატომღაც გონიათ, რომ თუ წიგნი გაგწაკითხული თუ განათლებული ხარ, ესე იგი ინტელიგენტი ხარ, ინტელიგენტი ხარ ან არა და ეს ბავშვობიდან რაღაცა იბადებიან ინტელიგენტები და ეს კაცი იყო, აი ეს კაცი იყო მაგალითი, ხა მე დათო რატო მინდოდა რომ ყოფილიყო და დათო ერთ-ერთი წარმომადგენელია აი იმ თაობის, რომელმაც არის სამწუხაროდ მათი კიდევ სხვა მიზეზი იყო დათოს აქ ყოფნის გარდა იმისა, რომ მე შესანიშნავი პარტნიორობა გამიწია. მინდა რომ უბრალოდ ძალიან ბევრმა, სწორედ აი დათოს თაობამ, შემდგომმა თაობამ ძალიან ბევრმა იცოდეს, ვინ იყო ეს ადამიანი და რას აკეთებდა. რატომ მოვიდა ქართულ ესტრადაზე, მაშინ, როდესაც წარმოიდგინე, ჯერტი აი ამ ინტელიგენტობა რო ვახსენე, რატო ვახსენე, ეს იყო გამორჩეული ბევრისთვის მაგალითი ეს კაცი, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი თავისი ზნეობით, თავისი განსწავლულობით, თავისი აი ცხოვრების წესით, აი აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოყალიბებული რაღაცა რაფინირებული ადამიანი, რომელმაც აი სწორედ ესტრადაზე შეიტანა აი ეს თავისი მთელი ეს რაღაცა სიმდიდრე თუ შეიძლება ითქვას, თუმცა არანაირად არ აპირებდა იქ ჩაბარება, სადაც ჩააბარა. ის იყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გეოლოგიურ ფაკულტეტზე. რატომ? იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე სულით ხორცამდე ეს კაცი სულ სხვა ხელოვანი იყო, რომელსაც მამიდაშვილები ყავდა, სხვა შორის ბატონი გოგი გეგეჭკორი, მერაბ გეგეჭკორი და აი ამ წრეში იზრდებოდა, აი ამ თეატრალურ და როდესაც თეატრალურ წრეში და როდესაც მას უთხრეს, რომ აბა სად უნდა ჩააბარო, მოიცეს მოკრძალებულად უთქვამს, რომ სათეატრალური და დაგიჟდნენო, იმიტომ რომ უმამოდ იზრდებოდა და აქ უკვე ბიძას ჰქონდა თურმე დიდი სიტყვა და ფინანსური პირველი მხარე რაც იყო, რომ მსახიობებმა მათხოვრებივით იქცევ, ანუ ცხოვრობენო, აი უბრალოდ არა აქვთ და ამიტომ შენ ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება და ნუ ამის წინდადება იყო თურმე რომ კარგით ჩავაბარებ, მაგრამ მე ჩემ საქმეს მივხედავ, ანუ ჩააბარა ამ გეოლოგიურ ფაკულტეტზე და თუმცა ამან რაღაცა გარკვეული დიდი, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში მის შემდგომ მოღვაწეობაში და რატო? იმიტომ რომ ვიღაცამ დამასმინა ეს ბჭყალებში ამ დამასმინა ვიღაცამ რომ გელოვანი მღერისო. ხო და ეგრევე გუნდში მიყრეს თავიო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდშიო და თუმცა დიდხანს არ მიმღერიაო, მაგრამ იქ ისეთი კაცი შევხვდი, ეს იყო ნოკო ხურცია, ძალიან ცნობილი ლოტბარი, შენ კარგად იცი. ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა თურმე იქ ამ გუნდს. და აი იქიდან უკვე რომ ესე იგი ძალიან დამაინტერესა ამ ყველაფერმა, თუმცა ვნახევ რომ გპ-ში მაშინ, ნუ გპ-ის ეძახიან ხო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტს არსებობდა საესტრადო ორკესტრი. აი საესტრადო ორკესტრი მაშინ იყო წოდებული ფაქტობრივად ჯაზ ორკესტრად და მე ძალიან მაინტერესებდა ჯაზიო და სულ იქ ტრიალებდიო, იმ ტერიტორიაზე ტრიალებდიო და მაშინ ხა ჯაზი ესეთი დასავლური იდეოლოგიის მატარებელი ამბავი იყო, როგორ რას ქვია, როგორ შეიძლება აკრძალული, მთელი ამბები დამანული და ეს იყო სირცხვილი ჯაზის მღერა, თუმცა მე იმდენი რამ მქონდაო, თუნდაც გლენ მილერი უკვე მოსმენილი მქონდაო, ბევრი რამ მქონდა ისეთი ამ დიდი ხელოვნების მოსმენილი, რომ ვეტრფოდიო და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასე, რომ გრძნობდიო, რომ ქართული ესტრადა ამას ითხოვდაო უკვე და მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი, ერთ-ერთი კი არა, საქართველოში და საბჭოთა კავშირში, მაშინ საბჭოთა სივრცეში პირველი ჯაზ კვარტეტი შეიქმნა, სადაც
ბატონი ბაჯული მღერო და ბატონ დორიან კიტიასთან ერთად, სხვათა შორის დორიან კიტია კიდევ ერთ-ერთი უდიდესი და ძალიან წონადი სახელია ქართული ესტრადის ისტორიაში და არა მხოლოდ ესტრადის, თეატრალურსაც, საერთოდ სახელოვნებო სფეროში და სწორედ ბატონმა დორიანმა აღმოაჩინა ბაჯული გელოვანი ძალიან საინტერესო როგორც ხელოვანი და აი ეს პირველი კვარტეტი მე უკვე გურამ ზვანელის კვარტეტი იყო, ანუ გეპეისი მოგეხსენებათ ეს ხო, შემდგომ უკვე, იმიტომ რომ მათ მაგალითზე ძალიან ბევრი რამ მოხდა და იცით ძალიან მისანიშნებელი და ძალიან ესეთი რაღაცა საინტერესო იყო მიდგომა ამ კაცის. ერთი ძალიან ღელავდა თურმე იმაზე, რომ არ უნდოდა რომ ქართული ესტრადა და საერთოდ ესტრადა წოდებულიყო როგორც არასერიოზული ხელოვნება. არა. აი აბსოლუტურად სხვა რამ შეიტანა ამ ისტორიაში, ამ ქართული ესტრადის ისტორიაში მან ნამდვილად, იმიტომ რომ ერთი მინდა გითხრა რომ მოსკოვში თურმე აი ეს კვარტეტი და არა მხოლოდ ანუ ეს ჯაზ ორკესტრი რომ მიდიოდა ცხენოს რა ქვია ცხენოსნების ის დაცვა დაჭირდათ ბოლოს როგორ ქვია მაგ იმას აი სასწაული ხდებოდა თურმე ისეთი ამბავი ისეთი ანშლაგი იყო მოსკოვში უბრალოდ ტევა არ იყო და ბოლოს დაცვა დაჭირდათ აი ისეთი რამ ხდებოდა ეს იყო ძალიან დიდი აღიარება აი ამ ასე ვთქვათ ხელოვნების ასე გაჟღერების და ასე წარმოჩინების და მოკლედ ძალიან საინტერესო ცხოვრება დაიწყო თუმცა დაიწყო ამ ორკესტრმა მაგრამ ამ ორკესტრში თვითონ ბაჯული გელოვანმა დაიწყო ძალიან ბევრი ძიება რო იტყვიან ორკესტრთან მიმართებაში და მიხვდა რომ აქ საჭირო იყო კიდე რაღაცა სიახლის შეტანა და ეს იყო სიტყვა რომელიც ჯერ რაღაცა პატარა ასე ვთქვათ რაღაც მინიატურების სახით იქ რაღაცა ესეთი ჩანართები ქონდა ხოლმე სადაც სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩამოყალიბდა ეს ადამიანი როგორც აი ნამდვილად შემიძლია ვთქვა როგორც გამორჩეული და ყველაზე გამორჩეული ალბათ და ერთადერთი კონფერენციე რომელსაც სრულიად სხვა მისი ეს მანერა თურმე საუბრის აი მე სამწუხაროდ უკვე ამდენს ვეღარ მოვესწარი თუმცა ერთი ბედნიერება მქონდა რომ გოგიც ალბათის გარდაცვალების შემდეგ პირველივე საღამოზე მე ჩემდებთან ერთად რომ მღეროდი და აი მან გამომაცხადა ანუ ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ ეს მაინც მომესწრო მეთქი რომ ბაჯული გელოვანმა გამოგვაცხადა ჩვენ და აი ეს სიტყვა თუ რამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მე უკვე ძალიან ბევრი ისეთი რამ მოხდა რასაც აუცილებლად გეტყვით მაგრამ ეხლა მინდა რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება მე სპეციალურად ჩვენ მოვამზადეთ იმისთვის რაღაც პატარა კოლაჟის სახით თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ძალიან ცნობილი სიმღერის ლექსის ავტორია ძალიან ცნობილი პროექტების აი ლიბრეტოს ამაზე მე უკვე გეტყვით მაგრამ ეხლა ნახეთ თქვენთვის ძალიან ბევრი საყვარელი სიმღერა გაიჟღერებს და სწორედ ბაჯული გელოვანის ლექსებზია. აი ეს სიმღერაც რომელიც მე და დათომ ხა შევასრულეთ სწორედ ბაჯული გელოვანის და ეს იყო მისი მეუღლის მამა სხვათა შორის ვისაც ძალიან ღირსეული კაცი რომელსაც ასეთი პატივი მიაგო და ვისაც მიუძღვნა. კი აი გვაქვს საშუალება ალბათ ნახოთ. პატარა ქალო ჯერ გავითვალოთ იცილო Antes, umgeret lamas imgeres, Schutz, daim liegt selbst, Kaze dagi krepwaviles. Tu khialam chemochito, ardaktovem bualanso, Gulo chidizo gulo chadeksa gulaso, Gulo chadeksa gulaso, Gulo chadeksa Sagulaso Saigimi shiti galoptelia Eshriala nair peria Ze amodis kvabile bimgeria Verian Delia Aletecida, me sirvile minda. Irvine sono pudrage. Sedamnatecida, me sicili minda. Aha. Magram
გასული ქალაქო მე თვალწინდა მეხატება ზღაპარია თუ ნამდვილი ვინ მოიგონა ვიდიცის არის მეორე ლეგენდა რატომ დაგერგვა თბილისი რატომ დაგერგვა თბილისი აიდენი ლექსის ავტორი ყოფილა. კიდევ ეს ძალიან მცირედი ნაწილია სხვათა ძალიან მცირედი ნაწილი, იმიტომ რომ აი ძალიან ცნობილი რომელზეც ვიზრდებოდით და იზრდებიან თალბები ახლა და ეს სახელი და გვარი სამწუხაროა რომ არ ვიცით და ძალიან აი ამიტომაც არის საჭირო რომ ჩვენ აქ ვიჯდეთ ახლა დღეს და ეს ვისაუბროთ ამაზე. კი არა, იმიტომ რომ აი ცოტა ხანში შემოვლენ საოცარი ადამიანები აქ და სწორედ ახლა გვისმენენ ისინი და მე მინდა რომ მათ იცოდნენ რომ ის რაც ეს ასე ძალიან უყვართ. ძალიან ბევრი მათგანი სწორედ აი ამ საოცარი ბაბუს დამსახურება მათთვის რად მინდა ბიჭო რად მინდა ეს ძალიან ცნობილი ესეც ბატონი ბაჭო მოკლედ ბევრი სხვა შორის ეს მეორე ლეგენდა მას მაიამ შესანიშნავად დღეს მისი პირველი შემსრულებლები იყვნენ ბატონი ბაჯულის შვილი ნანა გელოვანი და ხათუნა ხუციშვილი იყო ძალიან ცნობილი უნიჭიერესი დუეტი იყო და თავად ნანან საოცრად მღერის და სახალხო ყოფილა ტექსტი თავის დროზე აი ამის და მე ქალბატონ ნუნუსო ძალიან უნდა გავგაბუნდეს რომ რაღაცა თბილისზე შექმნილი იყო და აი ესეთი ლექსი დაწერა მე უკვე ის რომ მხოლოდ ახალ წელს არ შესრულებული იყო ანუ აი ესეთი თბილისზე სიმღერა და არ შეიძლება გამორჩეულად და განსაკუთრებით არ ითქვას იმაზე თუ რა დიდი წვლილი მიუძღვის მას იმ ანსამბლების და იმ პროექტების ძალიან დიდ წარმატებაში, რასაც ახორციელებდნენ ეს აი ხა გაჩვენებული გეტყვით ანსამბლი ცნობილი ორკესტრი რერო სადაც კონსტანტინე პევზნერთან ერთად რაღაცა დიდი ძალიან ბევრი პროგრამა აქვს ჩატარებული სწორედ ბაჯული გელოვანის დიდი დამსახურება იყო, იქ უკვე კონფერენციის კონტროლშიც იყო, თვითონ კარგად მღეროდა, მაგრამ არ მღეროდა, ანუ აი სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და მერე უკვე რაღაცა 5 პროექტი აქვს ჩატარებული თუ 6 აი მან ანსამბლი ორერა. ორერა სადაც ისი აი რაღაცა მეცნიერული დამოკიდებულება ქონდა ამ კაცამ საერთოდ აი ამ ყველაფრის მიმართ და რატო დათო იცი შენ კარგად იცი რას ნიშნავს აი ეს სტატიკა ესტრადაზე ხო მან ჩათვალა რომ უკვე მოძველებული იყო ეს ყველაფერი და რაღაცა ქმედება უნდა ყოფილიყო და აი ორერას უკვე ისეთი რამ გაუკეთა რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა სხვა ანსამბლებისგან და თვითონ ფილმი ორერას სრულით მისი სცენარის ავტორია რობერტ ბარძიმაშვილთან ერთად და 12 პროექტი აქვს ამასთან ერთად გაკეთებული როგორც რეჟისორს როგორც სცენარისტს და ასე შემდეგ. ანსამბლი ივერია, რომელსაც რომ არ ყოფილიყო ბაჯული გელოვანი, მე არ ვიცი ახლა ცუდად წარიმართებოდა როგორ ვიტყვი ასლაპარაკობ მაგას როგორ ვაკადრებ ივერიას პირიქით, მაგრამ სხვაგვარი იქნებოდა, სხვანაირი. არა ისეთი როგორიც ივერიამ საბოლოოდ მე სიტყვა თქვა, იმიტომ რომ ტექსტები და იდეები ყველაფერი მისი, აი პროექტი ბატონ ჯერმალთან ერთად, მაგალითად ბაღაშვილთან ერთად, იგივე თუნდაც წილი და ჭიანჭველა მისია. ჩხითა ქორწილი ლიბრეტო მისია და მოკლედ ამ კაცს აქვს უდიდესი დამსახურება და არ შეიძლება არ ითქვას რომ მან პირველმა შეამჩნია ძალიან ნიჭიერი მაშინ ახალგაზრდა მსახიობი ეს გახდა თენგიზ ჩანტლაძე. თენგიზ ჩანტლაძე რომელსაც აი ამ ტექსტებს ძალიან ბევრი ტექსტი სწორედ მისია, რასაც თენგიზ ჩანტლაძე განახორციელებდა მე უკვე სცენაზე და სწორედ ამან დაუდო საფუძველი აი სატირისა და იუმორის თეატრის შექმნას და იმ თეატრის რომელიც აი რაღაცა ძალიან წარმატებული იყო როგორ წყდება გული რომ აი თენგიზ ჩანტლაძეც ნაკლებად იცის საზოგადოებამ თავისი აი გროტესკით თავისი აი საოცარი ტექსტებით რომელშიც დიდი წვლილი სწორედ ბაჯულ გელოვანს მიუძღვის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი და ესე ვთქვათ დააკვალიანა ძალიან მადლიანი კაცი იყო თუმცა მისი ყველაზე დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ტკივილი იყო საქართველოს. ისეთ დროს მოუწია ცხოვრება დათო, როდესაც აი 9 აპრილი, როდესაც აგორდა უკვე აი ეს რაღაცა საშინელი ტალღა და ასეთი ფრაზას ამბობს, იცი რომ
როგორ გამიძლებს გული მე არ ვიციო, როდესაც აი ესეთი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაშიო და როდესაც აი ამდენი უბედურება დატრიალდა, ცუდ ჩანაწერები აქვს ძალიან საინტერესო ისეთი რაღაცა აი მოგონებები, აი ეს ჩანაწერები, მისი ემოცია, მისი აი ეს რაღაცა დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სიყვარული თავისი ქვეყნის მიმართ და კიდევ ერთი რამ იცი ამბობს თვითონ სხვათა შორის იქ რომ მე ძალიან მიხარიაო, როდესაც აი კონცერტებს ვესწრებიო და ხალხს უყურებო. არა აქვთო იმის მიდრეკილება, აი უბრალოდ აი იმისი მოთხოვნილებაო, რომ მაინდა-მაინც შლაგერები გაჟღერდეს და დან არა ქართული დავუშვათ, იგივე თუნდაც ევროპული, ამერიკული. არა აქვთო, იმიტომ რომ ამ ქართულმაო როგორ ჩანს, იმდენად დაკვებაო და იმდენად შეავსო ჩვენი მსმენელიო, რომ ისინი დიდი სიამოვნებით უსმენენ ამ კონცერტებსო და ეს რაღაცა გარკვეულად გამარჯვებაო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართულ ესტრადაზე ქართულობა, ოღონდ ახალი ქართულობა შეიტანა და დაამკვიდრა ამ კაცმა. ქალბატონი ნანი ბრეგვაძე სხვათა შორის ერთ-ერთია, ვინც აი გპ-ის ორკესტრში აღმოაჩინა და მე უკვე, რა თქმა უნდა, უდიდესი ხელის შეწყობა ჰქონდა ქალბატონ ნანის და დათო, ერთი რამ მინდა გითხრა, იმიტომ რომ შენ ხო სხვათა შორის ვიდრე ამ შენ შეგეკითხები, კიდევ ერთი არ შეიძლება არ ითქვას მისი აი რაღაცა ზნეობრივი კოდექსი, რა თუ შეიძლება ითქვას, შვილიშვილებს უწერს. რაც წერს და მე ხა შევეცდები რომ წავიკითხო როგორ უწერს ნახე თიცუთი რაღაცას ხო აი ყველაზე რთულია ამ ქვეყანაზე ადამიანებს შორის ურთიერთობა დაიმახსოვრეთ ხასიათს გონება არ დააჩაგრინოთ იყავით დამთმობი მოწყალე, რამე თუ ეს ამშვიდებს ადამიანის სულს. ასე ცხოვრობდა თვითონ. ეს იყო ნამდვილად მისი აი მრწამსი თუ შეიძლება ითქვას და როდესაც ერთი რამ ხასიათს გონება არ დააჩაგრინოთ ძალიან მაგარი ძალიან მაგარი ფრაზაა. ხედავ ხასიათს რომელიც გონება არ დააჩაგრინოთ. ანუ იყავით სულ რაღაცა ესეთი ცოცხლად რო იყვიან ცოცხალგონიერი ხო და ერთი უცნაური რამ იყო და ესეც არ შემიძლია რომ არ თქვა ეს არის 5 მაისი იყო დაბადებული. აი ხა ჩვენ მაისის ასე ვთქვათ შუა რიცხვებში ვარ და მისი თვე არის მაისი. იმიტომ რომ აი 5 მაისს და ერთ რაღაცას წერს. დღეს 60 წელი შემისრულდა. რა თქმა უნდა ამ თარიღს საკადრისად აღნიშნავდი გული რომ არ მქონდეს დამძიმებული ეს პერიოდია ზუსტად. სახლში პატარა რაღაცა სუფრა გაშალეს და ნუ ჩემი ახლობლები იყვნენ მხოლოდ მაგრამ სიმღერა რომელმაც 4 თაობამ ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს სიმღერა და ყველა მღერა და ვერ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ნახეთ რას ამბობს. იმ ქვეყნად წასვლა არც იოლია, მე რომ მეგონა არც ისე ძნელი. მაჩუქეთ კიდევ თუ შეგიძლიათ სულ 5 წელი და მინდა გითხრათ რომ გავიდა 5 წელი 65 წლის შესრულდა 5 მაისს და 25 მაისს აღესრულა სულ რამდენიმე დღეში. აი თითქოს წინასწარმეტყველური რაღაცა უცნაური და აი ამ შვილიშვილებთან დაკავშირებით მინდოდა მე თქვა რომ ერთხელ ჩემმა შვილიშვილმა იგონებს რომ და იმღერა ერთი სიმღერა რომელიც არის ძალიან პოპულარული ეს არის ორი რეზო რომელზეც გავიზარდეთ აბსოლუტურად. ხო, ყველა გავიზარდეთ მართლა და ორი რეზო იმღერაო და მე ვთხარი რომ ბაბუ ეს ასე კი არ არისო ცოტა შეუსწავლე და რა იცი ბაბუ შენო მითხრაო მე და ჩემი ძმაკაცები ეს უმღერით ამ სიმღერასო და ძალიან მოკრძალებით უთხრა თურმე რომ ლექსიც და მუსიკაც ბაბუ ჩემიაო. გაიგე რა აი შენ გქონდა ეხლა მე დათოს ვთხოვე სწორედ რომ ის ორიგინალი რომელიც როგორც ფაქტობრივად როგორც შექმნა ჩვენ ხა ერთად მოვისმენთ ამ ყველაფერს დათოს მოსწავლების წყალობით და ბავშვებს რომელსაც გქონდათ ეს სიმღერა მოსმენილი როგორ აღიქვეს, იმიტომ რომ ხა ძალიან დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ მაინც მარტო ბავშვები კი არა, მეც მთელი ცხოვრება არასწორად მიზეს და მე კი არა ყველა ქართველს და რა ბედნიერება აი დღევანდელი ჩვენი ერთად ყოფნა, რომ ორიგინალი, აი ის როგორც შექმნა ავტორმა წარმოჩინდება ну შეიძლება ის შენთვის იყო თუ არა სიახლე ეს ყველაფერი ხო მართლა სიახლე YouTube-ზე რომ დევს ამ სიმღერის ვერსია ის არის არა ორიგინალი არამედ არ არის ორიგინალი კი ეს არის ყველა არა ასე აიტაცა ხალხმა და თუმცა იმ ყველა ვერსიას აქვს თავისი რაღაცა ალბათ არსებობის უფლება იმიტომ რომ ну ასე მაგრამ ისე მაინც იმ ორიგინალის დამსახურება რითიც შეიყვარა ხალხმა და მე ხან ისე გადააკეთებენ ხალხს ხალხს ხალხური გონია ასე შემდეგ მაგრამ მე მინდა დღეს ვთქვა რომ ბატონი აი სწორედ ბაჯულის დამსახურება ძალიან ადამიანი ყოფილა ხალბატონ ნანას მე მეგობრები ვიცნობ და არ ვიცოდი რომ
აი ძალიან მიხარია რომ და ერთი რამ ასე ამით მინდა დავამთავრო და ამასობაში ვთხოვ მე ჩვენს ულამაზეს სტუმრებს ვიდრე ისინი დაეწყობენ ახე ქართველობამ ბევრი იმპერიის ხელში გამოიარა. ისინი გაქრნენ, ჩვენ კი დავრჩით როგორც რკინა, როგორც ორლესული, რომელიც კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლებს. დღეს საქართველო ბოლისგან შეჭვარტული, გაშავებული თავის დაღუპულ შვილებს გლოვოს, მაგრამ სულ მალე გავარვარდება. ნაკვერჩხალი გაღვივდება და სულ პატარა სიო იქნება საჭირო. რომ ალი ავარდეს, მას გაუმარჯოს იმ რკინა საქართველოს, რომელიც მარადილ მრავალჟამიერს დააგუგუნებს. აი ეს იყო ბაჯუნეგელოვანის ოცნება და ამ სიტყვებით მინდოდა რომ დღეს მე ჩემი სიტყვა დამემთავრებინა. ძალიან დიდი მადლობა თამრი და აჩიო შხერელს მინდა საოცარი ჯაზური არანჟირების. აი ახლა მოვისმენთ და მე თქვენთან ერთად ახლა ჩემ პაატა გულიაშვილის დაგვითმო ეს ვერსია. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. ჩემი შვილები და ჩემი მუსიკალური შვილები წარმოგიდგენთ ახლა ამ სიმღერის ორიგინალ ვერსიას. აბა ისმენთ დიდი სიამოვნებით. უღრმესი მადლობა ქალბატონო თამრიკო, დათო, ბავშვებო, უღრმესი მადლობა ჩვენ დაგემშვიდობებით, დავემშვიდობებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს მომავალ შაბათამდე, მომავალ შაბათს დილის 9-სა და დილის ლაივი ისევ პირდაპირ ეთერში იქნება. ნახვამდის.